საღამომშვიდობის მე ვარ ლევან წუწუნავა, პოსტივი ანალიტიკა კი წარმოგიდგენთ კვირის პოსტს. განუსაზღვრელი შესაძლებლობები, ასე ეწოდება ბაჩო ოდიშარიას ფილმს, რომლის პრემიერაც დღეს გაიმართა. ფილმი ქართველი პარალიმპიელების წარმატებებსა და ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხს ეხება. პრემიერას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე მინისტრები და დეპუტატები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ ფილმის ჩვენება ნიუ-იორკში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალური ასამბლეის ფარგლებში უკვე შედგა. ფილმი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართულსა და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით შეიქმნა. ბორინა ონიანი გვერდდება პირდაპირ ეთერში და ის მოგვიყვება უფრო მეტ დეტალს პრემიერის შესახებ. ბორინა, გისმენთ. დოკუმენტური ფილმის განუსაზღვრელი შესაძლებლობების პრემიერა ქართველი მაყურებლისთვის უკვე შედგა. ფილმი პარასპორტსმენების ისტორიასა და შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ მოგვითხრობს და მასში ნაჩვენებია თუ როგორ განვითარდა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პარასპორტი და რამდენად დიდი პროგრესია შშმ პირთა უფლებების დაცვის მხრივ. ფილმის მთავარი გმირები პარასპორტსმენები არიან, ადამიანები, რომლებმაც ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული ეპოქა შექმნეს. დოკუმენტური ფილმი ფონდი ქართუს მხარდაჭერით შეიქმნა. მისი ავტორი და რეჟისორი ბაჩო ოდიშარია. კინოფილმის ჩვენებას ავტორთან ერთად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და ფილმის ჩვენების დამთავრების შემდეგ ქართველ მაყურებელს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და სპორტის მინისტრმა მიმართეს სიტყვით. პირველ რიგში მათ მადლობა გადაუხადეს ფილმის მხარდაჭერისთვის ფონდ ქართუს და ბიძინა ივანიშვილს. სიტყვით გამოსვლების დროს აღინიშნა, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი არის პარასპორტსმენების ინტერესებისა და შშმ პირთა უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. მინდა ფილმის იდეის ავტორს, ფილმის შექმნელებს უდიდესი მადლობა გადაუხადო ამ შესანიშნავი ფილმის შექმნისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ ფილმს იხილავს მთელი ჩვენი საზოგადოება, საქართველოს მოსახლეობა და დარწმუნებული ვარ, მათი აღქმები აუცილებლად შეიცვლება და დამოკიდებულებად შეიცვლება ჩვენი თანამოქალაქეების შშმ პირების მიმართ. პირველ რიგში გილოცავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის დღეს. დღეს საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ამ შესანიშნავ ღონისძიებაზე ჩვენი ერთად ყოფნით კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვადასტურებთ, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა და მათი პოტენციალის სრული რეალიზების ხელშეწყობა სახელმწიფოს მტკიცე პრიორიტეტია. ნებისმიერი საზოგადოების პროგრესისა თუ ცივილიზებულობის ერთ-ერთი საზომი სწორედ ისაა, თუ როგორ გარემოს უქმნით მათ, ვინც ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ადამიანის ნებასა და სულისკვეთებას საზღვრები არ გააჩნია. ამ უსაზღვრო შესაძლებლობების საუკეთესო მაგალითი კი სწორედ თქვენ, ჩვენი პარაოლიმპიური სპორტსმენები ბრძანდებით. 2026 წელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული სპორტის ისტორიაში. საქართველომ პირველად მიიღო ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა, სადაც ჩვენმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათი შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა და ზამთრის სპორტის ათვისებაც შთამბეჭდავი წარმატებებით დაიწყეს. ეს მიღწევები დარწმუნებული ვარ, მხოლოდ დასაწყისია, რადგან ჩვენი სპორტსმენები არასოდეს ნებდებიან. წინ კიდევ უფრო ბევრი გამარჯვება გველის. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავდოთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალშიც საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად დაუჭერს ხარს პარასპორტის განვითარებას, პარასპორტსმენებს. ჩვენ არ უნდა დაკმაყოფილდეთ იმ შედეგებით, რომლებსაც აქამდე მივახციეთ და რა თქმა უნდა გვჭირდება მეტი და მეტი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის ქართულ პარასპორტში. ჩვენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც გადავდგით, იყო სრული გათანაბრება სპორტის პარასპორტის სრული გათანაბრება უფლებების კუთხით, პრივილეგიების კუთხით. და მოხარული ვართ, რომ ეს ნაბიჯი საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა სათანადოდ შეაფასა. ახლა ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა წინ 2028 წლის ლოს-ანჯელესის თამაშები, სადაც რა თქმა უნდა ყველას გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გავამჯობესოთ ჩვენი მიღწევა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი იქნება კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი წინ
და ყველას მინდა ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო, რა თქმა უნდა, ფილმის ავტორებს, ბაჩო ოდიშარიას, არაჩვეულებრივი ფილმისთვის, გიორგი გრძელიშვილს, ფილმის პროდიუსერს და მთლიანად გუნდს, რომელიც მუშაობდა ამ ფილმზე. და მადლობა მინდა გადავუხადო, რა თქმა უნდა, ფონდ ქართულს, პირადად ბატონ ბიძინაევანიშვილს, არა მარტო ამ ფილმის მხარდაჭერისთვის, აქ ფილმშიც იყო აღნიშნული, რომ სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებაზე, ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე და ეს ფილმიც, რა თქმა უნდა, არის ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი განსაკუთრებული გამოხატულება. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიძინაევანიშვილს და მადლობა ფონდ ქართულს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფილმის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი პარასპორტსმენებზეა, ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი მაგალითით გვაჩვენებენ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს, როდესაც არსებობს ნება, შრომა და მხარდაჭერა. პარასპორტი მხოლოდ სპორტული შედეგების მიღწევა არ არის, ეს არის ღირსების, თანასწორობის, თავდაჯერების და საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ჩართულობის სიმბოლო. ჩვენი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ განხვდა რამ ქვეყნის სიამაყე, მოუტანიათ საქართველოსთვის გამარჯვებები და დაუმტკიცებიათ, რომ წარმატების მთავარი საფუძველი ადამიანის სულიერი სიმტკიცეა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, სურს ხაზი გაუსვა, რომ ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი ვალდებულებაა შევქმნათ გარემო, სადაც ყველა მოქალაქეს, განუჩევლად ფიზიკური თუ სხვა გამორჩეულობისა, ექნება საკუთარი შესაძლებლობის სრულად რეალიზების, განათლების მიღების, დასაქმების და საზოგადოების ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის თანაბარი პირობები. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარასპორტსმენების გამარჯვების ისტორიები ამ დოკუმენტურ სათაურში გაერთიანდა. დიდი მადლობა ფონდ ქართულს, რომელმაც ეს პროექტი განახორციელა, ფონდმა ქართულ და ბატონმა ბიძინამ მისმა ოჯახმა ქართული სპორტის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. და ეს დოკუმენტური ფილმიც, რომელიც ჩვენ პარასპორტსმენების პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია, ამის ნათელი მაგალითი. საქართველოს ყავს 3 მოქმედი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი პარაძიუდოში, 2 მოქმედი ევროპის ჩემპიონი პარატაეკვანდოში, მოქმედი ევროპის ჩემპიონი პარაწორჩემში, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი უსინათლოთა ძალოსნობაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარაძიუდოისთან ნაკრები ასევე ევროპის ჩემპიონიცაა. მოხარული ვარ, რომ ეს წინსვლა გაგრძელდება და პარასპორტში განსაკუთრებული წარმატება გვაქვს. ჩვენი პარასპორტსმენები არაერთი საერთაშორისო ტურნირზე ააჟღერებენ ქართულ ფილმს. თბილისამდე დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგა გაეროში, სადაც ქართველი პარასპორტსმენების გამარჯვებებზე დაფუძნებულმა ფილმმა საერთაშორისო საზოგადოების მოწონება უკვე დაიმსახურა გაეროშიც და თბილისშიც. ორივე ჩვენებას ფილმის ავტორთან ბაჩო ოდიშარიასთან ერთად პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ესწრებოდა. ფილმი ჩვენ ვეცადეთ, რომ ყოფილიყო სრულად საქართველოში პარასპორტის და ზოგადად ამ მოძრაობის შესახებ, რაც არის როგორც შეზღუდული საზოგადოების მქონე ადამიანების უფლებების ნაწილი, ისე მათი ჩართულობა სპორტში, მათი როლი საზოგადოებაში, ქართულ კულტურის, თანამედროვე ქართულ კულტურის ქმნადობაში, იმიტომ რომ პარასპორტი მიუხედავად იმისა, ქართული სპორტი წლიდან წლამდე ვითარდება და სულ უფრო მაღალ სიმაღლეებზე ეს პარასპორტი არის უნიკალური შემთხვევა, იმიტომ რომ ყოველ წელს ისინი აუმჯობესებენ თავის შედეგებს და უკვე იმას ვართ მიჩვეულები, რომ 100-ზე ნაკლები სინჯის медали არ გვაქვს ხოლმე წლის მანძილზე და უკვე თუნდაც ამ წლის პირველ კვარტალში 30-ზე მეტი медали აქვს მოპოვებული ამ ადამიანებს და ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ ფილმით გადმოგვეცა არ მხოლოდ მათი ისტორიები, არამედ მთლიანად ამ მოძრაობის ისტორია საქართველოში. დოკუმენტური ფილმი პარალიმპიურ მოძრაობაზე სინამდვილეში არის ფილმი გამარჯვებების ისტორიაზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ მისი გადაღება შესაძლებელი გახდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ფონდი ქართუს ქველმოქმედების შედეგად და ეს მხარდაჭერა დარწმუნებული ვარ განვითარების სხვა ეტაპზე აიყვანს მთლიანად პარალიმპიურ მოძრაობას და ჩვენს პარაათლეტებს. რაც კონკრეტულ
შედეგებში ძალიან მალე აისახება. ჩვენ უკვე გვქონდა ამ ფილმის პრემიერა გაეროში, სადაც ძალიან დიდი გამოხმაურება და წარმატება ხვდა წილად და დარწმუნებული ვარ, რომ ის ქართველი მაყურებლისთვისაც დასამახსოვრებელი იქნება. 45 წუთიანი დოკუმენტური ფილმი პარასპორტსმენების მხარდაჭერისა და შუშუმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ 2012 წლის შემდეგ დაწყებულ ცვლილებებს ეხება. მადლობა ბორენა ონიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ქართულ-ჩინური დიპლომატიური ურთიერთობების 34 წლიანი ისტორია და ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის გაღრმავებული კავშირები. 2023 წელს გაფორმებულმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და ყოვლის მომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოსა და ჩინეთის პრეზიდენტებმა მიიღეს. ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობამ ფართოდ მოიცვა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური სფეროები, რასაც ბოლო პერიოდში ჩინეთში საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების უმაღლესი დონის ვიზიტები მოწმობს. რა ღირებულებებს ეფუძნება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა და რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ურთიერთობების ახალი ეტაპი, ნუ კი ბაღდავაძე დეტალებით. საქართველო და ჩინეთი დიპლომატიური ურთიერთობების 34 წელს ხვდებიან. 1992 წელს დაწყებული თანამშრომლობა დღეს უკვე იმ დონეზეა განვითარებული, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში გრძელდება. გაფორმდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც ამ 34 წლის განმავლობაში საქართველოს-ჩინეთს შორის ჩამოყალიბდა. იმ ურთიერთობებზე, რომელიც ყოველთვის ურთიერთპატივისცემას, თანასწორობას, მეგობრობას და ორმხრივ სარგებელს ეფუძნებოდა. სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და რომელიც ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის უდიდესი მასშტაბის სუპერსახელმწიფო, ჩინეთის ხელისუფლებამ ჩვენთან თანამშრომლობა განავითარა უმუქდეს დროში და მაქსიმალური ეფექტიანობით. რაც განსაკუთრებით დასაფასებელია, ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია. ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც გასული 50 წლის გამოცდილების გათვალისწინებით არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო სოფლიოში. აქვე ვისარგებლებს შემთხვევით და ჩინეთის ხელისუფლებას მალობას გადაუხდის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება საფუძველს შეუღრეს ახალ ეტაპს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების გზაზე, რაც ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. რამდენიმე დღის წინ საქართველოსა და ჩინეთის პრეზიდენტების გადაწყვეტილებით თბილისსა და პეკინს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რომელსაც საფუძვლად მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა და ის ხელშესახები შედეგები უდევს, რომლებიც ბოლო რამდენიმე ათწლეულში სხვადასხვა მიმართულებით დაგროვდა. გვაქვს პატივი გამოვაცხადოთ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანის თაობაზე. საერთაშორისო გარემოში მიმდინარე ღრმა ცვლილებების ფონზე ჩინეთმა და საქართველომ გააძლიერეს კომუნიკაცია და კოორდინაცია, ერთობლივად დაიცვეს მრავალმხრივობის პრინციპები, ხელი შეუწყეს ღიაობასა და საერთაშორისო თანამშრომლობას და დადებითი წვლილი შეიტანეს რეგიონული და გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში. ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მიმართულებით მიმდინარე წლის აპრილში მხარეებმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების პროტოკოლს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პირდაპირ ინვესტიციებს. თუ ურთიერთობების საწყის ეტაპზე თანამშრომლობა ძირითადად დიპლომატიური კონტაქტებით შემოიფარგლებოდა, დღეს საქართველო და ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში. ჩინეთი მსოფლიოს სიდიდით ნომერ მეორე ეკონომიკაა და საერთაშორისო ვაჭრობის, წარმოების, ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის სფეროში წამყვან პოზიციას იკავებს. სწორედ ამიტომ საქართველოსთვის
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნომერ მეორე უმსხვილეს ეკონომიკურ ცენტრთან ჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის განვითარებას. ბოლო წლების განმავლობაში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები დღითი დღე ვითარდებოდა. 2023 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შემდეგ თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა, ხოლო დღეს უკვე ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის სტატუსი აქვს. ირაკლი კობახიძემ იმ დინამიურ ურთიერთობებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების შედეგად დადგა. ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და 5 მინისტრის ვიზიტი. თითოეული ვიზიტი კონკრეტულ შედეგზე იყო ორიენტირებული. ქვეყნებს შორის გაფორმდა 14 საერთაშორისო შეთანხმება. ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას აქვს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი სახელმწიფო თანამედროვე მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს და ამ კუთხითაც ღირებულებითი თვალსაზრისითაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობების გაფართოება და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა იმას, რაც უკვე ვთქვი, რომ ჩინეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ძალიან თვალსაცემი და დასაფასებელი. მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ძალზედ დინამიურად განვითარდა. მხოლოდ გასული 6 თვის განმავლობაში ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და 5 მინისტრის ვიზიტი. თითოეული ეს ვიზიტი კონკრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. მთლიანობაში 2023 წლის შემდეგ გაფორმდა 14 უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის, ხოლო საბოლოო განხილვის ეტაპზეა 6 შეთანხმება. საქართველოსა და ჩინეთს შორის წარმატებული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შედეგი სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდაა. ოფიციალური მონაცემებით 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით გაიზარდა. 2025 წელს 21%-ით, ხოლო 2026 წლის პირველი 4 თვის მონაცემებით ზრდამ უკვე 45%-ს მიაღწია. დღეს ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილს იკავებს, ხოლო ქართული პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია. მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოდან ჩინეთში ექსპორტიც. 2026 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა. ექსპორტის ძირითად ნაწილს მადნეული, სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტები შეადგენს, რაც ქართული პროდუქციის მიმართ ზარდ ინტერესსა და ჩინეთის ბაზარზე საქართველოს პოზიციების გაძლიერებაზე მეტყველებს. ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაში განსაკუთრებული როლი თავისუფალი ვაჭრობის არსებობამ იქონია. 2018 წელს ამოქმედებული შეთანხმების შემდეგ ქართული პროდუქციისთვის ჩინეთის ბაზარი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. 2025 წლის მონაცემებით ექსპორტის მოცულობამ 327 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წელთან შედარებით 62%-ით მეტია, ხოლო სავაჭრო ბრუნვა ამავე პერიოდის მაჩვენებელს 158%-ით აღემატება. ეს მაჩვენებლები პირდაპირ ასახავს იმ პრაქტიკულ სარგებელს, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობამ მოიტანა. აღნიშნულ შეთანხმებას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის, რადგან ეს კიდევ უფრო მეტ ბიძგს მისცემს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას. ზოგადად, რა თქმა უნდა ითქვას, რომ 2023 წლიდან მას მერე რაც ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი, ამ ყველაფერმა ძალიან დადებითი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე. ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ მონდომებას და სურვილს ადგილობრივი კერძო კომპანიებიდან, მეწარმეებიდან, მცირე საშუალო მეწარმეებიდან, რომელიც აქტიურად მუშაობენ ჩინეთის ბაზარზე, ისინი აქტიურად უზრუნველყოფენ კონტაქტების დამყარებას იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი და რა თქმა უნდა სახელმწიფო განაგრძობს ამ კონტექსტში იყოს აქტიური მხარდამჭერი. ხელშესახები შედეგები ფიქსირდება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებითაც. 2023 წლის ბოლოს ორ ქვეყანას შორის პირველად განხორციელდა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები, რამაც საავტომობილო მიმოსვლის განვითარებას შეუწყო ხელი. 2024 წელს კი ხელი მოეწერა მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესის ფარგლებში ტრანსკასპიურის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების შესახებ. ამ ნაბიჯების შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა შუა დერეფნის მნიშვნელობა. 2025 წელს ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით აღნიშნული მარშრუტით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. შედეგად საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი
გასაუბრებელი სატრანზიტო ჰაბი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ჩინეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, იცით ჩინეთის როლი და წონა საერთაშორისო ასპარეზზე გლობალურად, რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო და განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს როლზე დაკავშირებადობის კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩინეთის გარეშე ამ როლის დატვირთვა, რა თქმა უნდა, ისეთი არ იქნება. ამიტომ ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს იყო კარგი შესაძლებლობა, რომ ჩინურ მხარესთან ერთად გვემუშავა და ახალ ეტაპზე გადაგვეყვანა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, რაც მოიცავს ეკონომიკურ მიმართულებებს და სხვადასხვა მიმართულებით ზოგადად კავშირების გამყარებას და გაძლიერებას. რაც სასიკეთოდ აისახება პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციაზე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე და ჩვენი ქვეყნის ზოგადად როლზე რეგიონში. საქართველოს ჩინეთის წარმატებული ურთიერთობების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ტურიზმის სფეროში ფიქსირდება. 2024 წელს ამოქმედებულმა ორმხრივმა უვიზო რეჟიმმა ორ ქვეყანას შორის გადაადგილება გაამარტივა. საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ უვიზოდ იმოგზაურონ, რამაც ხელი შეუწყო როგორც ტურიზმის მაჩვენებლების ზრდას, ისე საქმიანი კავშირების გაძლიერებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარება. დღეს საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აქტიურად ვითარდება. ფართოვდება და ქართულ ბაზარზე უკვე 3 ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს, რაც ორ ქვეყანას შორის კავშირებს კიდევ უფრო ამარტივებს. სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ 2023-24 წლებში ამოქმედდა ორმხრივი ვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებისთვის. ვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთ ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის. დღეს საქართველოს ბაზარზე უკვე 3 ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს. შარშან ავიაკომპანია Air China, პეკინი ურუმჩი თბილისის მიმართულება დაამატა. ივლისიდან ავიაკომპანია China Southern ამატებს ანალოგიურ რეისს, ხოლო 15 ივლისიდან ავიაკომპანია China Eastern იწყებს პირდაპირ ფრენებს შანხაი თბილისის მიმართულებით. 2024 წელს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 83%-ით გაიზარდა. 2025 წელს კიდევ 44%-ით, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში ზრდამ 59% შეადგინა. ჩინეთის ბაზარზე საქართველოს ტურისტული და გასტრონომიული პოტენციალის ზრდაც აქტიურად მიმდინარეობს. შანხაიში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა ITB China 2026-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული კულტურა, ღვინო, გასტრონომია და ტურისტული პოტენციალი. 30-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ ჩინელ პარტნიორებთან ახალი საქმიანი კონტაქტები დაამყარა, რაც სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. პარტნიორობა მხოლოდ ეკონომიკით არ შემოიფარგლება. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააქტიურდა თანამშრომლობა განათლების სფეროშიც. მიმდინარეობს მუშაობა მემორანდუმზე, რომელიც ითვალისწინებს ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი პროგრამების გაფართოებას. ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და საქართველოში ჩინური ენის სწავლების ხელშეწყობას. საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობების საფუძველი 34 წლის განმავლობაში უცვლელი რჩებოდა. ურთიერთპატივისცემა, თანასწორობა, მეგობრობა და ორმხრივი სარგებელი. ეს არის წარმატებული თანამშრომლობა, რომელსაც უკვე კონკრეტული და ხელშესახები შედეგი აქვს. გაზრდილი ვაჭრობა, მზარდი ექსპორტი, ახალი სატრანსპორტო მარშრუტები, უვიზო რეჟიმი, ინტენსიური პირდაპირი ავიამიმოსვლა, განვითარებული ტურიზმი, ახალი ბიზნეს შესაძლებლობები და გაძლიერებული ეკონომიკური კავშირები. მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობის გამოყენებას და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წყალობით აღრმავებს ურთიერთობებს სხვადასხვა მიმართულებით, გახშირდა უსაფუძვლო ბრალდებები ქვეყნის წინააღმდეგ. ანტისახელმწიფოებრივმა კამპანიამ განსაკუთრებული სიმძაფრე მას შემდეგ შეიძინა, რაც საქართველოს შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში პოზიტიური სიგნალები გაჩნდა, ხოლო ჩინეთთან პარტნიორობამ ქვეყნისთვის ხელშესახები შედეგები მოიტანა. ანტიქართული კამპანიის ავანგარდში ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსი, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები და ჯო ვილსონია, რომლის ინიცირებითაც კონგრესმა კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი მიიღო. ეს კი შტატების პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტის ფონზე, რომლის დროსაც ტრამპმა ამერიკულ-ჩინურ ურთიერთობებს ძალიან ძლიერი, ხოლო სი ძინპინს მეგობარი უწოდა. დეტალები ჩვენ სიუჟეტში.
საქართველო არა მხოლოდ სავაჭრო, არამედ გეოპოლიტიკური გზაჯვარედინიცაა. შესაბამისად, სუვერენიტეტისა და გლობალური ინტერესების ბალანსის დაცვა მუდმივი გამოწვევაა. და მსგავს რეალობაში ეროვნული ინტერესების დაცვა ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია. მაგრამ ამ მუდმივ პროცესში ქვეყნის შიგნით არსებობს ძალა, რომელიც საკუთარი ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგს სწორედ და მხოლოდ გარე აქტორების ტაქტიკური მოთხოვნების მიხედვით ალაგებს. მათი დღის წესრიგი ცვალებადია, რადგან განპირობებულია გარე კონიუნქტურის მუდმივი ცვლილებით. ისინი ცვლიან ნარატივებს, მაგრამ უცვლელი რჩება შინაარსი, რომელიც მუდმივად ანტიქართულია. დავაკვირდეთ. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მაშინ როდესაც სახელმწიფო ცდილობდა მშვიდობის შენარჩუნებას, ოპოზიცია გარედან მოსულ მეორე ფრონტის დაკვეთას ლობირებდა. ომი მინდა. როდესაც ქვეყანა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობდა, ისინი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის ბრალდებებს ავრცელებდნენ. სასათბურე პირობები არის შექმნილი რუსი, კრემლი, FSB-შნიკი ბიზნესმენებისთვის. ევროინტეგრაციის პროცესში კანდიდატის სტატუსის ირგვლივ არსებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დროს ისინი ევროპულ დედაქალაქებში საქართველოს წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ეს ისტორიული შესაძლებლობა ოცნების ძალისხმევის მიუხედავად არ მიიღოს. როდესაც ევროპული ფონდების მეშვეობით დაფინანსებული პოლიტიკური აქტივობა რევოლუციურ პროცესებში გადაიზარდა, მათი მთავარი მისია ქვეყანაზე გარედან წნეხის მაქსიმალური გაზრდა იყო. მუშაობთ იმაზე, რომ პირველ რიგში წნეხი ბრიტანეთიდან გაიზარდოს. ამ მიმართულებით მუშაობდით, თქვენ იცით არაერთი შეხვედრა ჰქონდა აქ თბილისში, დიდი ბრიტანეთის საელჩოში, ლონდონში, ვიზიტები, ისევე როგორც ამას ვაკეთებთ ევროკავშირში, ამას ვაკეთებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. გულისხმობთ დასანქცირების მოთხოვნას. როდესაც ჩინეთთან გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობა, მას უმალვე მიანიჭეს ანტიამერიკული კვალიფიკაცია, რითაც მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქვეყნის ეკონომიკური დივერსიფიკაციის დაზიანებას. ქართული ოცნების ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს უპირველეს ყოვლისა რუსეთთან, ჩინეთთან. შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ ლუზით საქართველოს გარეშე შუა დერეფანი აღარ იქნება და თუ მას დავკარგავთ, გზა გაიხსნება ჩინეთისა და რუსეთისკენ. როგორც კი ამერიკა-ირანის კონფლიქტის ესკალაცია მოხდა, მათ ნარატივში მყისიერად შემოვიდა ირანის თემა, რაც მიზნად ისახავდა დასავლური პოლიტიკური წრეების გაღიზიანებას. ხოლო როგორც კი შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დაიწყო, ცხადია ისინი ამ პროცესის წინააღმდეგ დაირაზმნენ. არანაირი ურთიერთობის გადატვირთვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არ იქნება. არავითარი ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება. ეს არის რადიკალური ოპოზიციის ბოლო წლების პოლიტიკური საქმიანობის მოკლე მიმოხილვა. ანუ ქვეყნის ინტერესების დაზიანების ქრონიკა, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება. როდესაც ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე და თავს აყენებინებ როგორც იარაღს საკუთარ ქვეყნის წინააღმდეგ, ოღონდ სხვათა პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები განხორციელდეს, სწორედ ეს არის ქვეყნის ღალატი. მათი მთავარი სამიზნე ახლად საქართველოს საგარეო პოლიტიკაა. ქვეყანა ურთიერთობების გადატვირთვის ეტაპზეა შეერთებულ შტატებთან. ისინი კი აცხადებენ. უბრალოდ დეკორატიული ნაბიჯები, ან მცირე ცვლილება რიტორიკაში, ამას ვერ შეცვლის. ამით არ მოტყუდება არც ჩვენი პარტნიორი და არ უნდა მოუწყუდეს არც საზოგადოების ნაწილი. როდესაც შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობის პარალელურად საქართველოს კავშირებს აღრმავებს ჩინეთთან, სახელმწიფოსთან, რომელთანაც პარტნიორობის გაღრმავებაზე პეკინში რიგები დგას, დაწყებული ევროპული ქვეყნების ლიდერებით, გაგრძელებული ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებით და დასრულებული თავად შეერთებული შტატებით, ამ გეოპოლიტიკური რბოლის ფონზე ქართველი ოპოზიციონერები საგანგებო პრესკონფერენციაზე ამბობენ. კურსის მთლიანად შეცვლა, განეიტრალება რუსული, ირანული ყველაზე საგანგაშო ქსელისა ჩვენ ქვეყანაში და შეცვლა იმ გზავნილის, რომ ჩინეთია მთავარი სუპერძალა, რომელსაც ისინი ეთანამშრომლებიან და ყველაზე მშვიდობიანი. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, რომ საზოგადოებებმა ჩვენმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ ცვლილება რეალურია. მათი რიტორიკა მიზნად ისახავს არა ქვეყნის გაძლიერებას, არამედ იმას, რომ საქართველოს უარი თქვას საკუთარ გეოგრაფიული უპირატესობითა და ეკონომიკური რეალობით სრულად სარგებლობაზე. ოპოზიცია ითხოვს საქართველოსგან რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების სრულ გაწყვეტას. მაშინ, როდესაც თავად დასავლეთი, ევროპის წამყვანი სახელმწიფოები და ამერიკის შეერთებული შტატებიც კი პრაგმატულად აგრძელებენ რუსულ რესურსებთან და ბაზრებთან მუშაობას. ზოგჯერ სანქციებსაც კი ხსნიან საკუთარი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
ოპოზიცია ჩინეთთან პარტნიორობის გაწყვეტას ითხოვს, რაც საქართველოს სტრატეგიულად დააზიანებს. მაშინ, როდესაც თავად დასავლელი ლიდერები, მათ შორის დონალდ ტრამპი, პრიორიტეტულად მიიჩნევენ ჩინეთთან ურთიერთობების განვითარებას და გაღრმავებას. და ამ ფონზე ოპოზიციის ეს პრესკონფერენცია მისი შინაარსით სურვილის დემონსტრირებაა საქართველოს გახდეს გარე ძალების დაკვეთის მძევალი, სადაც ქვეყანამ უნდა დააზიანოს საკუთარი ეკონომიკა და უარი თქვას მაქსიმალური სარგებლის მიღებაზე. ჩვენ ვნახეთ, როგორ საუბრობდნენ გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილ ინტერესზე ჩვენს რეგიონში და როგორც ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, თითქოს საქართველოს ამოცანა უნდა იყოს არა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების მომსახურება. ამით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატ შეადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენია. თუმცა ოპოზიციის ეს მცდელობები მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას კი არ ებრძვის. ამ კამპანიაში ჩნდება კიდევ ერთი განსაკუთრებით საყურადღებო ნარატივი. ოპოზიციის რიტორიკაში ჩინეთთან და რუსეთთან ერთად ირანის საკითხი სულ უფრო აქტიურად მკვიდრდება. ეს არ არის სპონტანური რიტორიკა, ეს არის გათვლილი საინფორმაციო ომი ქვეყნის მაქსიმალურად დაზიანებისთვის. ირანთან არსებული დიპლომატიური, პრაგმატული ურთიერთობა, რომელიც საქართველოს რეგიონული მდებარეობიდან გამომდინარეობს, წარმოჩენილია როგორც ქვეყნის ანტიდასავლურობის მტკიცებულება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტენდენცია, რომ საქართველოს წარმოაჩინონ როგორც რუსეთისა და ირანის მოკავშირე თუ დასაყრდენი სახელმწიფო რეგიონში, რაც ყოველგვარ რეალობას არის აცდენილი. რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, საქართველოს რუსეთთან გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა სახის ურთიერთობა არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ირანს, რომელიც ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. საქართველოს და ირანს შორის ურთიერთობა ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად ახლოცაც ვერ მივა იმ ურთიერთობის დონესთან, რომელიც რეგიონის სხვა სახელმწიფოებს მასთან გააჩნიათ. შესაბამისად, ამგვარი ნარატივების გავრცელება მხოლოდ საქართველოზე ცრუ წარმოდგენების შექმნას და მისი საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად. და ამ ქვეყნის ინტერესების მიზანმიმართული დაზიანების პროცესში ადგილობრივი რადიკალები მარტონი არ არიან. ანტიქართულ პროპაგანდას კამპანიური ხასიათი აქვს, რომელშიც სინქრონულად მოქმედებენ რადიკალების ამერიკელი ლობისტებიც, რომლებიც ადგილობრივ ანტიეროვნულ ძალებთან ერთად გეოპოლიტიკური რეალობის ცვალებადობის პარალელურად აქტუალურ საკითხებს საქართველოზე თავდასხმისთვის იყენებენ. დავაკვირდეთ ჯო ვილსონს, ქართველი რადიკალების მთავარ ამერიკელ პარტნიორს და მის განცხადებებს. როდესაც უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ადგილობრივმა აგენტურამ გაააქტიურა ნარატივი, რომ საქართველო ვითომ და რუსეთს ეხმარებოდა, პროპაგანდას უმალვე ბანი მისცა კონგრესიდან ჯო ვილსონმა შემდეგი განცხადებებით. ომის კრიმინალი პუტინი დიდი საფრთხეა და ის ქართულ ოცნებას ფასადად იყენებს. თუმცა როდესაც შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოზიცია კრიტიკულად შეიცვალა რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, და მეტიც, დონალდ ტრამპი პუტინს პირადად შეხვდა და მასთან კომუნიკაცია აღადგინა, რუსეთის საკითხმა საქართველოზე წნეხის განსახორციელებლად აქტუალობა მეტნაკლებად დაკარგა. თუმცა გააქტიურდა ჩინეთის საკითხი. როდესაც საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, ჯერ ადგილობრივმა აგენტურამ დაიწყო ამ ფაქტის ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენება. ჩვენ ფაქტურად გავხდებით დაახლოებით ისეთივე ქვეყანად, სადაც უბრალოდ ჩვეულებრივი პატრონიც გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ჩინეთის კომუნისტური პარტია. შესაბამისად, ჯო ვილსონის განცხადებებიც ახალ ნარატივს მოერგო. მათ გააძევეს ამერიკული კომპანიები, მიყიდეს საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. თუმცა შემდეგ ვნახეთ დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა. საჯაროდ გამოთქმული პოზიცია შტატებიდან, რომ სურს ჩინეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა, რომელიც ოქროს ხანას მოიტანს, როგორც ტრამპმა აღნიშნა. ამ ფონზე, როდესაც გამოდის რაღაც ჯო ვილსონი და საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთს აქვს ნეგატიური გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, სრულიად არასერიოზულია ეს, მე მგონი რაიმე განსაკუთრებულ კომენტარს არ ემსახურებს. შესაბამისად, საქართველოზე ზეწოლისთვის ჩინეთის საკითხმაც ვერ იქონია ის ეფექტი, რა გათვლაც ანტიქართულ ძალებს ჰქონდათ. თუმცა მალევე ჩვენს თვალწინ ახალი გეოპოლიტიკური კონფლიქტი აღმოცენდა შტატებსა და ირანს შორის. და ეს თემაც მყისიერად გახდა რადიკალური ოპოზიციისა და მისი ლობისტების ახალი იარაღი საქართველოს წინააღმდეგ. ჯერ თინა ხიდაშელის ეგრეთ წოდებული კვლევა გამოქვეყნდა, რომელმაც წარსულის ანტიჩინურ რიტორიკას ირანული კომპონენტები დაამატა საქართველოს დასაზიანებლად და ტყუილებით გაჯერებული მოღალატეობრივი ანგარიში სახელმწიფო დეპარტამენტს გაუგზავნა, სადაც ეწერა: ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ გაცემულ პოპულისტურ დაპირებებს შორისაა ვაშინგტონთან ურთიერთობების გადატვირთვის პირობა. თუმცა ეს კრიტიკულ კითხვას ბადებს, როგორ აპირებს მმართველი პარტია
პარტია ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებში ახალი თავის გახსნას და ამავდროულად აქტიური დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებას სახელმწიფოსთან, რომელიც ღიად მტრულად არის განწყობილი შეერთებული შტატების მიმართ, როგორც ამანგარიშშია აღნიშნული, ქართულ ოცნებასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობა უბრალო დიპლომატიას ცილდება და მოიცავს ძლიერ სავაჭრო თანამშრომლობას. შემდეგ კი, როდესაც ირანსა და შტატებს შორის დაპირისპირებამ სამხედრო ესკალაციის ფორმა მიიღო, ადგილობრივმა რადიკალებმა როგორც ჩანს მიიღეს დაკვეთა, რომ საქართველო რეგიონში ირანის მთავარ საყრდენად წარმოეჩინათ. ჯერ გამოჩნდა ეგრეთ წოდებული კვლევა გიორგი კანდელაკის ავტორობით, ფაქტების გარეშე მოყვანილი მოღალატეობრივი ჩანაწერებით. ამ ეგრეთ წოდებულ კვლევას მოყვა საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული ანტიქართული სტატიები. ბრალდებები კი მხოლოდ კანდელაკის დასკვნას ეფუძნებოდა. ქართული კოშმარი ამერიკის შეერთებული შტატების ოდესღაც მტკიცე მოკავშირე ახლა ირანზე დამოკიდებულ სახელმწიფოდ იქცა. შტატების ყოფილი მოკავშირე ირანის ორბიტაზე გადადის. პარალელურად ქვეყნის შიგნით ერთმანეთის მიყოლებით ოპოზიციურ პროპაგანდაში ადგილი დაიმკვიდრა გზავნილმა საქართველოში ტერორისტების რეკრუტირებაზე, რითაც სახელმწიფოს საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებას, დასავლეთთან მისი ურთიერთობების გაუარესებას და ქვეყნის უსაფრთხოების მოშლას ერთდროულად ცდილობდნენ. ჩვეულებრივ ტერორისტების სკოლა, რომელშიც ამზადებენ მებრძოლებს. ტერორისტული უნივერსიტეტია რა, ტერორისტების უნივერსიტეტი მოგინებს და მუშაობს აი მთელი ძალით საქართველოში. ისინი აგზავნიან კონკრეტულ დანაშაულის ჩასადენად მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილებში. მათი განცხადებები, რომ წმინდა წყლის სპეკულაცია იყო, ავტორებმა თავადვე დაადასტურეს. როდესაც ამ განცხადებებით სუსი დაინტერესდა, მათ საკუთარი სიტყვების უარყოფა მოუწიათ, რადგან მძიმე ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები ვერ წარადგინეს. მე ეს არ მithქვამს, აბა სად ვთქვი? თუმცა მიუხედავად ამისა, საგარეო ფრონტზე ბრალდებები განაგრძეს, რადგან დაკვეთა აქვთ ასეთი: ყველაფრის ფასად დააზიანონ საქართველოს ინტერესები. ამიტომაც მოღალატეობრივი კვლევის ავტორი კანდელაკი შტატებში ჩადის. ჰადსონის ინსტიტუტში სიტყვით გამოდის და ამერიკელ აუდიტორიას უმტკიცებს, რომ საქართველო მათთვის მოკავშირე კი არა, საფრთხეა. ცხადია, ამ გამოგონილი ისტერიის ფონზე ადგილობრივ ანტიეროვნულ ძალებს შტატებიდან ჯო ვილსონიც უერთდება. ის არ ივიწყებს რუსეთს და ჩინეთს, თუმცა აქტუალობიდან გამომდინარე, რადგან შტატებსა და ირანს შორის ახლა ომია, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებში ამატებს ირანს. არალეგიტიმური ქართული ოცნების რეჟიმი ამჟამად ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის და ირანისთვის მიყიდვის პროცესშია, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს. შემდეგ კი მოღალატეობრივ ნარატივს ისევ ქართველები აგრძელებენ. ამჯერად იდენტური შინაარსის სტატია National Interest-ში ნიკა გვარამიას ავტორობით ქვეყნდება, სადაც ვკითხულობთ. რატომ არ არიან საქართველოს მმართველები ამერიკის მეგობრები? ტრამპის ადმინისტრაციამ არ უნდა აღადგინოს ურთიერთობები კავშირები საქართველოსთან თუ თბილისი გააგრძელებს კავშირების გაღრმავებას რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან. და ეს კოორდინირებული ანტიქართული ისტერია, რომელიც რუსეთის თემით დაიწყო, ჩინეთით გაგრძელდა და ირანის თემით კიდევ უფრო გაღვივდა, ახლა უპერსპექტივო ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საწვავს წარმოადგენს. და აქტიურად ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეროვნული ინტერესები კი არ დაიცვა, მშვიდობა კი არ შეინარჩუნა და მაქსიმალურად კი არ იყენებს ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობას და პოტენციალს. არამედ დადოფსონი არასწორად რუსეთზე, ირანზე და ჩინეთზე და ეს არის ფაქტი. თუმცა რეალობა მათ მიერ დახატულ ბნელ სურათს ფუნდამენტურად უპირისპირდება. ვაფასებ თქვენს გამოსვლებს, სიტყვებს, რომლითაც მეგობრობის ხელს გვიწვდით. მე კი აქ ვარ, რათა ჩამოგართვათ ხელი. საქართველოს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს სურთ ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკა აწარმოონ. ვფიქრობ, ბევრი საერთო ეროვნული ინტერესი გვაქვს. თუმცა ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი საჯარო პოლიტიკის მიღმა არსებულ შესაძლო დინებებს მიმოიხილავს და კონკრეტულ კითხვებს სვამს. მისი შეფასებით, ჯო ვილსონისა და ადგილობრივი რადიკალების იდენტური განცხადებები ამერიკის მაღალი თანამდებობის პირთა საჯარო პოზიციების ფონზე ერთი შეხედვით შესაძლოა სასაცილოც კი იყოს, მაგრამ ვილსონის მიერ კონგრესში დაწყებული პროცესი, რომელიც ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის სახელითაა ცნობილი, შათირიშვილისვე თქმით რეალურად მიმართულია საქართველოს ჩინეთის ურთიერთობების დასაზიანებლად, რათა საქართველომ თავისი გეოპოლიტიკური პოტენციალი სრულად არ გამოიყენოს. ფილოსოფოსი აღნიშნავს, რომ ეს იქნება ერთგვარი გეოპოლიტიკური ტესტი. თუ ვილსონის მიერ დაინიცირებული აქტი მხარდაჭერას მოიპოვებს, შათირიშვილის თქმით ეს ნიშნავს, რომ ვაშინგტონის საჯარო დეკლარაციებსა და მათ ფარულ გეგმებს შორის დიდი სხვაობაა.
ცხადია, ირანი და რუსეთი მხოლოდ შლეიფად გაყვება მთავარ საკითხს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, უმაღლეს დონეზე გახშირებულ კონტაქტებს და იმ ბენეფიტებს, რასაც საქართველო ამ პარტნიორობიდან იღებს. აშკარაა ისიც თუ რატომ კეთდება ამ ხელა აქცენტი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე, არა იმიტომ, რომ ამ სტრატეგიული პარტნიორობით ამერიკასთან ჩინეთის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის და ეკონომიკური კეთილდღეობის ხარისხი არ გაიზარდოს. რამე თუ დაქცეული ქვეყნის მართვა უფრო მარტივია, მაგრამ ამ კონტექსტში ახლა სულ სხვა რამაა საინტერესო, კონკრეტულად ის თუ სადამდე მივა ეს პროცესი, რადგან ამ პროცესის დასასრული არაერთ აქამდე პასუხგაუცემელ კითხვას უპასუხებს. თუ კი საბოლოოდ ჯო ვილსონის კანონპროექტი ძალაში შევა, ცხადი გახდება თუ რის გამო ითრევს ფეხს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია და რატომ არ ალაგებს ურთიერთობას საქართველოსთან. ცხადი გახდება ისიც, რომ საქართველოსთან მიმართებაში თავადაც იმ პოლიტიკას ატარებენ, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციას მიაწერდნენ. ცხადი გახდება, რომ კონგრესი და ადმინისტრაცია არა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, არამედ უნისონში დიპ სტეიტის დავალებით მოქმედებენ. ასე რომ კომიკური ჯო ვილსონის კანონპროექტის მომავალი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია ამ ყველაფრისა. ამიტომაც საქართველოს საზოგადოება და მმართველი გუნდი მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, მათ შორის დიპ სტეიტის მორიგი დარტყმისთვის, რასაც მომზადებულები და ინფორმირებულები უნდა შევხვდეთ. თუმცა რაც არ უნდა მოხდეს შტატებში, ეს ოპოზიციაზე არსებულ საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ვერ მოახდენს. რაც არ უნდა მოხდეს იქ, ცხადია, რომ აქ მყოფი რადიკალების მოდუს ოპერანდი არ შეიცვლება, რომელიც მხოლოდ გარე დაკვეთების შესრულებას გულისხმობს. ეს უკვე მათი იდენტობაა, ბუნებრივი მდგომარეობა და ამას არც მალავენ. როდესაც ამერიკული დელეგაცია ოპოზიციას შეხვდა, ზურა ჯაფარიძემ პირდაპირ აღიარა, რომ ქართველი ოპოზიციონერები ამერიკელებთან არა ქართული, არამედ ამერიკული ინტერესების გატარებაზე მსჯელობდნენ. საუბარი იყო ამ რეგიონში და ამ ქვეყანაში რა არის ამერიკის ინტერესები და კი საუბარი იყო მაგაზე, როგორ შეიძლება ამ ინტერესების ერთობლივ დამცროვა და გატარება. ეს არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი იქნება. მსგავს აუდიენციებს ისინი მუდმივად იმისთვის იყენებენ, რომ ერთგულება დაუმტკიცონ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, საკუთარი ქვეყნის ინტერესების უგულებელ ყოფის ხარჯზე და ეს წარსულშიც გვინახავს, მაგალითად კონგრესში. შეერთებული შტატების შემრიგებლური მიდგომა საქართველოს ფაქტობრივ ლიდერობასთან წარსულში ჩავარდა და ვერც ახლა მიაღწევს წარმატებას. დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ. საქართველოში ქართულმა ოცნებამ კავშირები გაამყარა ავტორიტარულ ძალებთან. მათ ჩინურ კომპანიებთან დაიწყეს თანამშრომლობა მაშინ, როდესაც ამერიკული კომპანიები დაბლოკეს შუა დერეფანში შესაძლებლობებისთვის. დესტრუქციული ოპოზიციური ჯგუფის დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ ყველაზე მკაფიოდ მათსავე სიტყვებში ჩანს. თუ ამერიკას სურს, რომ იყოს პირველი, იყოს ძლიერი, მაშინ მას არ შეუძლია კავკასიაში დამცირებული იქნას 3,700,000 მოსახლეობის მქონე ქვეყნის მიერ. ასე რომ ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ მათი ყოველი ნაბიჯი ემსახურება არა ეროვნული ინტერესების დაცვას, არამედ სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრას. ეს არის პოლიტიკური გადარჩენის სტრატეგია, სადაც პირადი დივიდენდების მიღება მხოლოდ გარე ძალების კეთილგანწყობაზე გადის. სასიცოცხლოდ გჭირდება ეხლა სწრაფად ვიზიტის მომზადება ვაშინგტონში და სწრაფად, ძალიან სწრაფად რომ ხელი მოვაწეროთ ამ ყველაფერს და ჩვენი სტრატეგიით წავდგეთ იქ, რომ აი ჩვენ ვართ ალტერნატივა და შედეგად ოპოზიციურ ველზე ჩამოყალიბდა სახიფათო კონკურენცია, სადაც ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან არა ქვეყნის უკეთესი მომავლის ხედვით, არამედ იმით თუ ვინ უფრო ეფექტურად გაატარებს უცხო ქვეყნების ინტერესებს საკუთარი სამშობლოს საზიანოდ. ასეთი ოპოზიციის არსებობა კი საბოლოოდ ქვეყნისთვისაც სერიოზული საფრთხე ხდება. ნაციონალური მოძრაობის მოქმედი და ყოფილი ლიდერების ურთიერთბრალდებებისა და რამდენიმე კვირიანი მწვავე დაპირისპირების შემდეგ სააკაშვილ ბოკერიაგო არამიას ალიანსი დაიშალა. თუმცა ოპოზიციურ ფლანგზე დაქუცმაცების პროცესი ამით არ დასრულებულა. მას შემდეგ რაც სააკაშვილმა ალიანსში გაერთიანებული ყოფილი პარტნიორები საჯაროდ ხალათში დაადანაშაულა, საკუთარი პარტიისთვისაც მოიცალა და ნაცმოძრაობაში რეორგანიზაცია დაანოსა. პროცესს კი სათავეში ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაუყენა, თანაც ისე რომ მოქმედ თავმჯდომარეს სიახლე ინგლისში დააწიეს. რთული ვითარება პარტია ახალშიც ნიკა გვარამიამ სატელევიზიო ეთერში დაადასტურა, რომ მისი და მელიას პოლიტიკური განქორწინებაც იკეკება. ანინა დირაშვილმა გადაავლო თვალი კოლექტიურ ნაცმოძრაობაში მიმდინარე პოლიტიკურ დრამებს. ოპოზიციაში რეალობა ვერ შეცვალეს. პოლიტიკაში სტატუს კვო ვერც გაერთიანდნენ. ამიტომაც ცვლილებებს დაწყურებულმა სააკაშვილმა ვარცხნილობა შეიცვალა. შეცვლილი იმიჯით უკვე საკუთარ პარტიას მიუბრუნდა და რევოლუციური ცვლილებებით დაემუქრა.
მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. დიახ, ეს ფრაზა მუქარადაც შეიძლება აღვიქვათ. იმიტომ რომ ჯერ ვერავინ მას ვერც გამარჯვება მოუტანა და ვერც ციხის გასაღები. იმედები მელიამაც გაუცრუა და ხაბეიშვილმაც. ახლა ახალი ფავორიტი ყავს. ახალი და განსაკუთრებული ეპითეტით. ბრწყინვალე. ასე სააკაშვილს ჯერ არავინ მოუხსენიებია. პარტია სჭირდება გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება და მიზნით ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით, რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი. თუმცა ეს ახალიც კარგად დავიწყებული ძველია. ნანუკა ერთხელ უკვე იყო პარტიაშიც და პოლიტიკურ სცენაზეც. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი იყო. ვანი სამტრედია ხონი წყალტუბოს გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში. პირველივე ტურში დამარცხდა. მარცხის შემდეგ ისევ პროპაგანდას დაუბრუნდა. ისეთივე ლუზერია როგორც დანარჩენები. უბრალოდ კარგად დავიწყებული ძველია, რომელიც თავიდან გაიხსენეს, რომ ისევ ისე წააგონ. მე არსად არავის არ შევემატები როგორც რაღაცნაირად ახალი ადამიანი, იმიტომ რომ მე არსად ახალი არ ვარ. მე მგონია რომ ყველასთვის ძველი ვარ, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლისთვისაც. ნანუკა ბრწყინვალე მამიერიდან სააკაშვილის როლი უნდა ითამაშოს პარტიაში. გამოასხივოს მისი ტემპი და ენერგია. მიშას ენერგია უნდა დაბრუნდეს იმ პარტიაში. მიშას ტემპი ამბობს რომ იცის ეს ტემპი და ენერგია რაში უნდა დახარჯოს. მე ვიცი რომ მიშას უნდა რადიკალური ცვლილებები, მე ვიცი რომ მიშას უნდა მისი ტემპი იქ, მე ვიცი რომ მიშას უნდა მისი ენერგია პარტიაში, მე ვიცი რომ უნდა ინოვაციური სიახლეები, ანუ ინოვაციური ნებისმიერ შემთხვევაში ახალგაზრდებთან მიმართებაში იდეები. სააკაშვილის შთაგონების წყარო შესაძლოა ეს კადრიც გახდა. ნანუკა გვირილებით ხელში, აღფრთოვანებული გუნდის წევრებით გარემოცვაში ყველას ეხვევა. ყველას უღიმის და თბილად ესალმება. ახლა ჟორჟოლიანმა მიშას უნდა უპოვოს გზა ამომრჩევლამდე. ცდილობს აჩვენოს, რომ მიშას არა მხოლოდ ტემპით და ენერგიით გავს, არამედ იდეებითაც. როცა პრეზიდენტი იყო, ახალგაზრდულ ბანაკებს აკეთებდა. შეგიყვარდეთ ერთმანეთი, სხვა შორის ტყეები და ბუჩქები საკმარისათაა, რომ გაისეენ გამოისეინოთ. ახლა ასეთივე ბანაკებს ჟორჟოლიანი მოაწყობს. მოკლედ ახლა ის ხდება სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, რიტმი და ენერგიაც კი. და ნანუკაც ღია და თამამი ჩაცმულობიდან მკაცრ სტილზე გადადის. უკვე პიჯაკი აცვია, უკვე მარტივ რებრენდინგზე კი არ საუბრობს, არამედ პარტიის თავიდან აწყობაზე. პარტია ემზადება დიდი განახლებისთვის, მაგრამ რომ ახალგაზრდები უნდა მივიდნენ საკმაოდ თანამდებობებზე, ახალგაზრდები უნდა მივიდნენ გადაწყვეტილების მიმღებ ტიპებად, ახალგაზრდება უნდა თქვეს, რომ ხო, ჩვენ ყველა ერთად, ნანუკასთან ერთად, სიტყვა მნიშვნელოვანი არის ეს წინადადება. ვიღებთ პასუხისმგებლობას. ამბობს, რომ სააკაშვილს სიტყვა რევოლუციაც უხდება. ამიტომაც ყველა ცვლილება რევოლუციური უნდა იყოს, ფორმითაც და შინაარსითაც. მიშასთან ერთად შესაძ მიშასთან ერთად სიტყვა რევოლუცია მხიბლავს, იმიტომ რომ კაცზე სიტყვა უხდება. მე შემიძლია სწორი მენეჯმენტი ბახორციელო პარტიაში, ადამიანების, მათ შორის ადამიანებისთვის ისეთ ბესაჭის მიცემის, როგორც ამას მიშა აკეთებდა. პარტია უნდა ააწყოს, ახალგაზრდები მოიზიდოს, კომუნიკაცია დაამყაროს, რეგიონებში შეხვედრები დააორგანიზოს. მაგრამ თუ პარტიის რეორგანიზაცია, ახალი სახეების მოძიება, პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა უკვე ნანუკას ევალება, მაშინ ჩნდება კითხვა: თინა ბოკუჩავას რა რჩება? ნანუკა როგორც ჩანს თვლის, რომ თინას ისიც ეყოფა მასზე ლამაზი და ჭკვიანი რომ არის. მე ვფიქრობ, რომ პარტიას ყავს ძალიან კარგი თავმჯდომარე, ჩემზე ჭკვიანი, პოლიტიკურად ჩემზე გამოცდილი, ჩემზე ლამაზი. ეს უბრალოდ ლამაზი და ჭკვიანი კი სანამ ბრიტანეთში იმყოფება და ლონდონში შეხვედრებს ატარებს, არ იცის, რომ პარტიაში რომლის თავმჯდომარეც თავად არის ცვლილებებია. დავასრულეთ ვიზიტი ლონდონში, სადაც შევხვდით გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრებს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. პარტიის სახელით ბოკუჩავას ვოიაჟებს სააკაშვილი შესაძლოა არც სერიოზულად უყურებს და არც საკმარისად მიაჩნია. დასავლეთში სირბილზე მეტად მას აქ სჭირდება პოზიციების მოძლიერება. სჭირდება ის, ვინც ციხის გასაღებს მოიპოვებს და მიუტანს. სჭირდება ის, ვინც მას და პარტიას თამამად და გულიანად დაიცავს. მე მაქვს დიდი თხოვნა. მე ვალდებული ვარ კონცენტრირდეთ თემებზე და მინდა რომ დამეხმაროთ წვრილმანი თავდასხმების მოგერიებაში. ნამდვილ ადამიანებს გთხოვთ უპასუხეთ არგუმენტებით.
პარტიის საქმე უკვე იქამდეც კი მივიდა, რომ 2024 წელს მთავარი ოპოზიციონერის სტატუსი დაკარგა. საპარლამენტო არჩევნებში გვარამია ხდება ოპოზიციის მთავარი გამარჯვებული. 2026 წელს კი ჩერგოლეიშვილის გადასაწყვეტი ხდება ნაციონალები ალიანსში დარჩებიან თუ არა. ყველა ერთად კი სააკაშვილს როცა უნდათ და როგორც უნდათ ისე ლანძღავენ. მოკლედ სააკაშვილი უკვე იმდენად უკმაყოფილო და იმდენად გაბრაზებულია, რომ თანახმაა ჟორჟოლიანს ენდოს. და სანამ ნაციონალურ მოძრაობაში ახალ როლებს ანაწილებენ, ოპოზიციის მეორე მხარეს ძველი ალიანსი ნაწილებად დაიშალა. ალიანსი, რომელიც სააკაშვილმა ბოკერიამ და გვარამიამ შექმნეს, აღარ არსებობს. სააკაშვილი დანარჩენებს არც ახალი ვარცხნილობით სჭირდებათ და არც ნანუკა ჟორჟოლიანის ახალი იმიჯით. ვიღაცა არარაობებზე, ანი წითლიძე და ისე არაშუაში არიან საერთოდ. ეს რაღაცა ქალების ეს ნანულები და ვიღაც წითლიძეები, ჩემი სახლიდან სტენკარატო წაიღე, რაღაცა საბანძეთი. გუშინდელმა თანამებრძოლებმა სააკაშვილი ჯერ ძველი პოლიტიკური ცოდვებისთვის გაკიცხეს. მერე გააგდეს. ხო და უხერხული სიმართლე არის ეგ, რომ ნაცები არ არიან ალიანსში. პრეტენზიებს შორის არის. ბევრს პოსტავს, ზედმეტად აქტიურობს და ყველას ხელს უშლის. თამარ ჩერგოლეიშვილი სპეციალურ ვიდეო მიმართვას ავრცელებს. ამბობს, რომ სააკაშვილი კიდიათ. მის გარეშე უფრო სწრაფად გაიმარჯვებენ. დააჯობებს, თუ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი ყველას თავს დაანებებს და მაოხრებელი გზირის როლში არ იქნება. კიდია მიშა. იმდენი ქნა, ისე მოიქცა. აი, საერთოდ ისე მოიქცა, რომ ერთადერთი რაც გვინდა არის, რომ თავი დაგვანებოს. მეტი არაფერი. უჩემოთ არაფერი არ უფრო სწრაფად გამოგვივა მიშა. გაცილებით სწრაფად და ამდენი ხანიც გამოგვივიდო და შენ რომ მაოხრებელი გზირი არ ყოფილიყავი. სააკაშვილის ღირსებას ანა წითლიძე იცავს. იტყვის, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი საერთოდ არ აინტერესებს. ჩერგოლეიშვილის განცხადებები საერთოდ არ მაინტერესებს, არასოდეს არ მაინტერესებდა ჩერგოლეიშვილის განცხადებები. ჩერგოლეიშვილის განცხადებებზე და მის საქმიანობაზე მეტყოლებს მისი რეიტინგი. ნანუკა ჟორჟოლიანი უფრო მკვეთრი და მაამებლურია. მას არა მხოლოდ ცალკე აღებული ჩერგოლეიშვილი არ აინტერესებს, არამედ არანაირი კოალიციები და ერთობები, სადაც სააკაშვილს ყოველდღე აგინებენ. მე არ ვიქნებოდი იმ კოალიციის წევრი, სადაც იმ ლიდერს, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, აგინებენ ყოველ დღე და შეურაცხყოფენ ყოველ დღე და ამბობენ, რომ კიდია მიშა. თუ მიშა კიდია, იქ შენ არ უნდა გაჩერდე. მე რომ ვიყო გადაწყვეტილების მიღები, საერთოდ მაგ კოალიციაში არ ვიქნებოდი. მაგრამ ჯერის უმცირესობაშია. პარტიის ლიდერშიპი ნაციონალების სახელით ირწმუნება, რომ ალიანსში რჩებიან. ალიანსში ვართ, ვაგრძელებთ მუშაობას ისე, როგორც ვაგრძელებდით. და აქ ოპოზიციური დავა ახალ ეტაპზე, განმარტებებიდან დემონსტრაციებზე გადადის. ის რაც სააკაშვილს და მის პარტიას სიტყვებით ვერ აუხსნეს და გააგებინეს, შეეცადნენ ლოგოების ენაზე ეჩვენებინათ. როცა რამეა გასაფუჭებელი ან ვინმეა გასაშავებელი, მთავარ როლში თითქმის ყოველთვის თამარ ჩერგოლეიშვილია. ახლაც ამბობს, ალიანსის პოსტერებიდან ნაციონალების ლოგოს მალე საერთოდ წავშლითო. ნაცების ლოგოს მალე ამოვიღებთ, ახლა ხარჯის გაწევა გვეზარება. ვერც ამოშლით და ვერც გააქრობთ. უმალ უპასუხეს პარტიიდან. ვიღაცას თუ უნდა რომ მოიმარჯოს საშლელი და ლოგო ამოშალოს, ძალიან დიდი ბოდიში. მოკლედ, დიდი კინკლაობა და ალიაქოთია. ალიანსი დაიშალა. ძველი შემადგენლობით აღარ არსებობს. თუმცა თუ ნიკა გვარამიას დაუჯერებთ, არც ეს ძველი შემადგენლობა არსებობდა. 26 მაისის აქციის სამზადისის დროს ნაციონალები თურმე მუდმივად შატალოზე იყვნენ. მონაწილეობას არაფერში ღებულობდნენ. სამაგიეროდ აქციებზე სიტყვასაც ითხოვდნენ და წინა რიგებსაც იკავებდნენ. თანაც სააკაშვილის პლაკატებით. თუ პარტია, რომელიც არც ერთ ხლომაზე არ დადის, არც ერთი გადაწყვეტილების მიღებაში ბოლო თვენახევარია მონაწილეობას არ იდებს. მიტინგთან დაკავშირებით ფეხი არ გადაუდგამს, გარდა იმისა, რომ სცენაზე გამოსვლა მოითხოვა ბოლო მომენტში, 26-ში. და მეორე დღიდანვე დიდი აქცია, როგორც კი ასე ვთქვათ, დაინახა ამ ყველაფერმა, ერთადერთი შეტევის ობიექტი გავხდით. არის თუ არა წევრი ხა თქვენ მიპასუხეთ. ნიკა გვარამიამ მხოლოდ ახლა დაინახა, რომ ნაციონალური მოძრაობა კონფლიქტურია. ყველას ეჩხუბება, სულ მსხვერპლის როლში დგას. მუდმივად პრეტენზიები აქვს, დისფუნქციურია. თავმჯდომარეებს სკანდალურად იცვლის. პოლიტიკურ გარემოზე კი გავლენას ვეღარ ახდენს. მურჩეს ნაციონალური მოძრაობა საკუთარი თავისგან მსხვერპლის ძერწვას ისედაც უმძიმესი გამოცდების გაიარა ამ პარტიამ ყველა თავმჯდომარის დროს, სხვათა შორის, რომელთა უდიდესი ნაწილი ახლა იმ პარტიის წევრიც კი აღარ არის. და ეს პარტიაზეც მეტყველებს შეიძლება არა მხოლოდ თავმჯდომარეებზე, მაგრამ კიდე დამატება იმისი, რომ ესეც მემებძვის, ეს არის სისუსტის
დემონსტრაცია, არ შეიძლება ხელისუფლების შეცვლა გინდოდეს და ამბობდნენ რომ ყველას მსხვერპლი ხარ ერთდროულად. და საერთოდაც ნაციონალურ მოძრაობას უკვე არც ძალა აქვს, არც გავლენა და სააკაშვილის გარდა არც რესურსი დარჩა. პრობლემა იმაშია, რომ ნაციონალური მოძრაობამ ერთ-ერთ კოზირად ხელში დაიტოვა მიშა სააკაშვილი. სააკაშვილის ღირსების დაცვაში ისევ წითლიძე გამოჩნდა. გვარამიას ყველა პოლიტიკური ცოდვა ერთ პოსტში ჩამოუთვალა. სააკაშვილს უღალატა, პარტია გაქურდა, მთავარი არხი დახურა. წლების განმავლობაში ვუყურებდი ადამიანებს, რომლებმაც ნაციონალური მოძრაობისა და მიშა სააკაშვილის პოლიტიკური თუ ადამიანური რესურსი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენეს. ისარგებლეს მისი ნდობით, კონტაქტებითა და შესაძლებლობებით. ისტორიას ყველაფერი ახსოვს, ჩემო ნიკა. და რას გვაყვედრის ახლა იმას, რომ 14 წელი NM-ს ძარცვავდა, ციხეში მოწამლული მიშა მიატოვა თუ იმას საარჩევნო დრომ დადიოდა და სადაც სჭირდებოდა. მიშას აგინებდა, სადაც სჭირდებოდა, ერთნი ვართო იძახდა. თუ იმას მისი პასუხისმგებლობა რომ არის მთავარი არხის დახურვა, რომელსაც ვერასოდეს შექმნიდა მიშას მხარდაჭერა რომ არა. მაგრამ პრეტენზიები მხოლოდ გვარამიას არა აქვს. ნიკამელია ციხიდან ვრცელ წერილს ავრცელებს. ნაციონალური მოძრაობის შოკურ მდგომარეობას აღწერს. პრეტენზიებს უყენებს სააკაშვილს. ამ კრიტიკას ექს-პრეზიდენტის პარტიაში პრიმიტიულად ხსნიან. ნიკამელიას სააკაშვილი არასოდეს მოსწონდა. ნუ ახალი რა ითქვა მისგან? არც არაფერი. არც არასდროს უყვარდა მიშა და ამას არც მალავდა. პირიქით, საჯაროდაც ადასტურებდა, აფიშირებდა და ამით ამაყობდა კიდეც. მაგრამ ამავე დროს უნდოდა მისი პარტიის თავმჯდომარეობაც, მისი ამომრჩეველიც და მისი ხმებიც. ამით იმის თქმა სურთ, რომ პრობლემა პარტიაში კი არა მელიას განწყობებშია, მაგრამ თუ მელია სააკაშვილის მოწინააღმდეგე იყო, ხოლო გვარამია მოღალატე, მაშინ ერთი პარტიის თავმჯდომარე როგორ გახდა და მეორე მთავარი იდეოლოგი, ნაცმოძრაობის პროპაგანდის მანქანის ხელმძღვანელი და სასამართლო პროცესებზე მისი ინტერესების მთავარი დამცველი. არჩევანი ერთსაც ჰქონდა და მეორესაც. ნიკანორ მელიას 2016 წელს, როცა პარტია გიგაბოკერიამ დატოვა და სააკაშვილის პარტიაც გაუყო ფრაქციაც და პროპაგანდისტული სივრცეც. მაგრამ მაშინ მელია სააკაშვილის ინტერესებს იცავდა. მიშას მოღალატეებს მორალს პარლამენტშივე უკითხავდა და აკრიტიკებდა. ჩები, იქ ჩები და არ გავივა შენ განსხვავების. არ გავივა შენ განსხვავების. ელე, არ წვენია მაინც, იცი რომ გარბი ხარ, ცოტა ხანში, რომელსაც ოფლი არ აქვს დაგვირ ნაციონალური მოძრაობის შეხვედრა და მიშა სააკაშვილის არ არის მარტო ეგ პარტია. ჯერ ძველ სკანდალებს არ ჩაუვლიათ, რომ ზღურბლზე ახალი კონფლიქტი ჩნდება. ნიკა გვარამიამ ფრთხილად განაცხადა, რომ ნიკა მელიასთან მისი პოლიტიკური კავშირი შეიძლება მალე დაიშალოს. დაშვებით ყველაფერს შოპინგა, რა თქმა უნდა. მე მის წერილიდან გამოვდი. ხო, ძალიან სწრაფად განვითარებადია პოლიტიკა, ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, ძალიან განსხვავებული კონფიგურაცია ეხა პოლიტიკაში და გემოვნების საკითხებამდეც დავიდა ეს ცხადია. დაშვება გაკეთებულია. სკანდალური დეტალები და ხმაურიანი განცხადებები წინ გველის. თუმცა გვარამია მიანიშნებს, რომ დრამატურგიაში შესვლა არ სურს. მელიას ემოციურად დაკარგვა არ უნდა. იმაში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ მე ამ კაცს არ დავკარგავ ემოციურად. ასე რომ არა მხოლოდ ალიანსი დაიშალა, პარტია ახალიც იშლება. თუ ოპოზიციის გამოცდილებას დავეყრდნობით, სკანდალური გაგრძელება ამ გაყრასაც აუცილებლად ექნება. არადა ცვლილებებს და რევოლუციას ქართულ ოცნებას პირდებოდნენ. სინამდვილეში კი საკუთარ ალიანსში და პარტიებში მოაწყეს. საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ მათ აკრძალვაზე არ უმსჯელია, მაგრამ თავად უკვე ერთმანეთს ბრალიც წაუყენეს. განაჩენიც გამოუტანეს და პოლიტიკიდან ლოგოებიანად ამოშალეს და გააქრეს. როგორც გვარამიამ შენიშნა. არაფერი განსხვავებული, განსაკუთრებული, მით უმეტეს ქართული პოლიტიკისთვის არ ხდება. ერთმანეთს ანადგურებენ. ყველა საჩვენებენ, რომ არავის ნდობა არ შეიძლება. ირგვლივ ყველა მოღალატეა, მაგრამ მაინც ცდილობენ ამ კატასტროფულ გარემოში ახალგაზრდების შეტყუებას. იმიტომ, რომ ახალი სკანდალური დაპირისპირებისთვის განახლება და ძალების მოკრება სჭირდებათ. ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა, არ გადართოთ, მალე დაგიბრუნდებით. კვირის პოსტი აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. TV პირველის მორიგი манипуляცია და დამალული სიმართლე, რომლის ერთადერთ მიზანს საზოგადოებაში ხელოვნური მღელვარების გამოწვევა წარმოადგენდა. ნოდარ მელაძის შაბათის ანონსში გასული კადრები, სადაც 4 წლის წინ პოლიციელების მხრიდან ჩადენილი ძალადობა ასახული, არხმა ისე გაასაღა, თითქოს შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა და მას სისტემატური ხასიათი აქვს. ის რომ TV პირველმა манипуляციას შეგნებულად მიმართა, ისიც მოწმობს, რომ არხს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ანონსის ეთერში გასვლამდე ეცნობა, რომ ფაქტზე 3 პოლიციელი ჯერ კიდევ თებერვალში დააკავეს. უფრო მეტიც,
აღნიშნული ინფორმაცია TV-პირველმა 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, თუმცა ნოდარ მელაძემ მაყურებელს სახელმწიფოს რეაგირების ფაქტი დაუმალა. გურანდა ბილი ხოძე თემის დეტალებით. გამოცდილი ფეიქმეიქერი და სტაჟიანი პროპაგანდისტი ახალ მასტერკლასს გვთავაზობს. ამჯერად შოკის ეფექტის შექმნას ცდილობს. საკუთარი გადაცემის ანონსს უშვებს. სად მოხდა? ეს არის ის საწამებელი ოთახი, სადაც ესე დაკავებულებს. თითქოს ფაქტს აშუქებს. ზემა სადისტური წესებით პოლიციის განყოფილებაში. მაყურებელს ძალადობის კადრებს თავაზობს. 8 საათზე გიჩვენებთ მოქალაქეების სადისტური წესებით ცენის კადრებს. სინამდვილეში манипулირებს. რამდენიმე წამში იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ახლახან მომხდარ ფაქტს ვუყურებთ, რომელსაც ხელისუფლება მალავს. ანონსი ამბობს. ნახეთ როგორ მოიპოვებენ სასურველ ჩვენებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. სინამდვილეში ხდება პირიქით. ჟურნალისტი ნოდარ მელაძე თავის მაყურებელს სიმართლესაც უმალავს და ხელისუფლების პოზიციასაც. დამალავს, რომ შემთხვევა 2022 წელს მოხდა და არა გუშინ. რისი ეფექტის შექმნასაც ცდილობს. დამალავს, რომ ინციდენტში მონაწილე სამივე პოლიციელი უკვე დაკავებულია. დამალავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ ფაქტზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. ანონსში არ ისმის არც ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ფაქტებიდან ამოღებულია დრო, კონტექსტი, შემდგომი რეაგირება. ყველაფერი მხოლოდ ემოციებზეა აწყობილი და სწორედ აქ იწყება манипуляცია. სრული სურათი კი სულ სხვაგვარია. და ამ სურათისთვის ჩვენ არც შორს წასვლა მოგვიწევს და არც სხვა წყაროების ძებნა. 2026 წლის 23 თებერვალს TV-პირველი დაწერს, როგორ ჩატარდა გამოძიება პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტზე. როგორ გამოავლინეს დამნაშავე პირები და დააკავეს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ივლისში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების მიზნით მივლინებულები იყვნენ აჭარის რეგიონში. ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობისას აღნიშნულმა პირებმა ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში სამი მოქალაქე მიიყვანეს, რა დროსაც მათ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სამივე ბრალდებული 2026 წლის 23 თებერვალს სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს. სწორედ ამ 2022 წლის ფაქტს იყენებს ახლა მელაძე თავის ანონსში. და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ამბავი ახალია, მეთოდი აპრობირებული და შემთხვევა სისტემური. ცდილობს მაყურებელი დაარწმუნოს, თითქოს კადრებში ნაჩვენები ფაქტი სისტემატური და სისტემურია. რაც შეეხება ამ მართლაც საშინელ ფაქტს, თებერვალში მიმდინარე წლის და საქმის კურსში ვიყავით დეტალურად, იმიტომ რომ ჩვენ სამსახურსაც ჰქონდა ეს ინფორმაცია. თებერვლის თვეში პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 4 დღის განმავლობაში სამართალდამცველმა სისტემამ მოახერხა ძალიან მცირე ინფორმაციიდან გასულიყო ბოლომდე და 3-4 დღის განმავლობაში შედეგი დადებულიყო და დაკავებული ყოფილიყვნენ მოძალადე პოლიციელები. 19 თუ 20 თებერვალს თუ არ ვწდები თარიღებში გენერალურმა ინსპექციამ ჩვენმა სამსახურმაც მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღეს ინფორმაციები, რომ 4 წლით ადრე ჰქონდა დანაშაულებრივ ფაქტს ადგილი, საზარელ ფაქტს, როგორც ხედავთ კადრებში და ამის შესახებ არც ერთი შეტყობინება, არც ერთი ინფორმაცია არ იყო არსად. შეტყობინება 22 წელს, როცა ეს დანაშაული მოხდა, არ იყო დაფიქსირებული არსად. არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და 4 წლის განმავლობაში ეს იყო მიჩქმალული ფაქტი. ამიტომ რეაგირება ბუნებრივია ვერ იქნებოდა, არავისთვის ეს ცნობილი არ იყო, მაგრამ იმის გამო რომ გადაღებული კადრები ერთ-ორ ადამიანთან მოხდა, ისევ თავის წრეში დაატრიალეს, ასე ვთქვათ, ამის შესახებ მიღებული იყო ინფორმაცია და ამაზე იყო მყისიერი რეაგირება. დღეს ბუნებრივი ამბავია, მათგან არ გვიკვირს, ვინც ამას აკეთებს, რომ ნახევარს ამბობს და მეორე ნახევარს არ ამბობს, მაშინ როდესაც TV-პირველმა თავად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულები არიან მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე თუ ისევ თარიღი არ მეშლება, მათაც ჰქონდათ ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სამართალდამცველთა სისტემამ გაავრცელა ეს ინფორმაცია, არ დაუმალავს. შემდეგ როგორც მე ვიცი და არ მგონია ვწდებოდე კადრებიც აქამდე ჰქონდათ, არ ვიცი დღეს და გუშინ რასეულდებოდნენ მაინც და მაინც, რას დაამთხვეს და რა მიზნები აქვს. ეს წლების განმავლობაში ბევრჯერ ნახეთ, რომ წმინდა პიარული მიზნები აქვს და არანაირი, თქვათ, ემპათია ვიღაც მიმართ მათ არ ამოძრავებთ და
რეალურად გახსნილ საქმეზე, რომელიც 4 წლის მერე გაიხსნა, აბსოლუტურად მიჩქმალური საქმე, არავინ რომ არ იცოდა და რომ არ გახსნილიყო, ვერც ამ კადრებს ვერ ნახავდა ვერავინ. ჩვენს მიერ გახსნილ საქმეს ატრიალებენ, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ, რატომ გავხსენით ალბათ ეს საქმე. რა თქმა უნდა, ხა სისტემურობაზე ილაპარაკები ბუნებრივი ამბავია, მაგრამ ერთი რამე შემიძლია დაბეჭდებით გითხრათ. ხვალად შეიძლება დანაშაული მოხდეს. 45000 ადამიანში ვიღაცამ შეიძლება შეარცხნოს სკოლა პოლიციის მუნდირი. ამას გარანტიას ვერავინ ვერ მიცემს ვერავის. ვერც მე ვიცი მოსახლეობის გარანტიას, რომ ხვალ პოლიციელი რაღაც დანაშაულს არ ჩაიდეს 45000 ადამიანიდან რომელიმე. მაგრამ გარანტიას მიცემთ იმისას, რომ დაუჯელი ვერ დარჩება ვერც ერთი. ფოკუსში ადამიანის უფლებების შემთხვევით არ ამოიღეს. სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა იყო ის ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომლითაც ქართული ოცნება 2012 წელს ხელისუფლებაში მოდის. ამ მრჩევლისთვის მაშინ ამაზე მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემა შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობდა. ციხეებში პატიმრებს აწამებენ, კლავენ, აუპატიურებენ. ქუჩებში ახალგაზრდებს ცხრილავენ, პოლიტიკოსებს დაუნდობლად სცემენ. ბიზნესმენებს საკუთრებას ართმევენ, მედიას დამოუკიდებლობას, ხალხს არჩევანს. ქართული ოცნების პოლიტიკა სწორედ ამის საპირისპიროა. ამიტომაც, როდესაც მაყურებელი ხედავს ძალადობის სცენას, ბუნებრივად უჩნდება ასოციაციები წარსულთან. სწორედ ამიტომ არის ანონსიდან გამქრალი დრო, კონტექსტი და სახელმწიფოს შემდგომი რეაგირება. სწორედ ასეთი ემოციური ეფექტისა და შოკის გამოწვევაზეა გათვლილი ეს ანონსიც. მაყურებელი უნდათ დაარწმუნონ თითქოს მთელი სახელმწიფო სისტემა იმავე პრინციპით მოქმედებს. ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ სისტემა არა. ამგვარი ფრეიმინგით ძლიერი ემოციური რეაქციის გამოწვევას სურთ. აღშფოთების, ბრაზისა და უსამართლობის განცდის ხელოვნურად გენერირებით ფიქრობენ მაყურებლის მართვას. უფრო ფართო პოლიტიკური დასკვნები მათ თავად უნდა გამოიტანონ. და მერე რა უნდა ქნან? ინსტრუქციები უკვე Facebook გვერდებზე ხვდებათ. ნანუკა ჟორჟოლიანი მაშინვე ქუჩის აქციას აანონსებს. ემოციურად დამუხტულ ხალხს აქტიური პროტესტისკენ მოუწოდებს. ახალგაზრდებმა აქცია დაანონსეს 19 საათზე ფილარმონიასთან. რადიკალების ლექსიკაში კი ისეთი ტერმინები ჩნდება, როგორიც არის სისტემა და სისტემური. სისტემა უნდა დაინგრეს. ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში ნაჩვენები კადრები არ არის უბრალოდ შემთხვევა, ეს სისტემური სისასტიკეა. ლელო საერთოდ გამოდის და აცხადებს, რომ დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. არადა ფაქტიც გამოძიებულია და ბრალდებულებიც დაკავებული. ძლიერი საქართველო ლელო კატეგორიულად მოითხოვს ყველა იმ პასუხისმგებელი პირის უმკაცრესად დასჯას, რომელიც მონაწილეობდნენ გუშინ მედიით TV1-ის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში. მაგრამ ახლა ერთი წუთით დავუშვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ნოდარ მელაძე პატივს ცემს პროფესიას. როგორც ჟურნალისტი არ მიმართავს манипуляციებს, არ ატყუებს ხალხს, არ მალავს მნიშვნელოვან დეტალებს, სრულ სურათს აჩვენებს. მაშინ ანონსი სულ სხვაგვარი იქნებოდა. მაყურებელი დაინახავდა, რომ 2022 წელს მოხდა დანაშაული და როგორც კი ფაქტი ცნობილი ხდება, სახელმწიფო რეაგირებს, იწყებს გამოძიებას და დამნაშავე პოლიციელებს ციხეში სვამს. მაშინ მაყურებელი დაინახავს არა მხოლოდ კონკრეტულ დანაშაულს, არამედ სახელმწიფოს რეაგირებასაც. და სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: თუ დანაშაული გამოვლინდა და ბრალდებულები დააკავეს, მაშინ გამოდის, რომ ეს ერთეული შემთხვევაა მხოლოდ და არა სისტემური ძალადობის მტკიცებულება. ასეთ ანონს გაგრძელებაც ვერ ექნება. ვერც ჟორჟოლიანი მოუწოდებს ხალხს ქუჩის პროტესტისკენ, ვერც ოპოზიცია ისაუბრებს სისტემურ დანაშაულზე. სიმართლე, კონტექსტი და სახელმწიფოს რეაგირება ამიტომაც იმალება. არადა ანონსის აწყობის მომენტში ნოდარ მელაძეს პროკურატურის პოზიციაც ექნება და შინაგან საქმეთა სამინისტროსიც. მაგრამ მაყურებელს მხოლოდ ემოციას აძლევს. სურს დაარწმუნოს, რომ დანაშაული სისტემურია. მაგრამ მოდი ვნახოთ, რას ნიშნავს სისტემური დანაშაული. და აქაც თეორიულ განმარტებებს გვერდს შეგნებულად ავუვლით. ერთი კონკრეტული მაგალითი და ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება ვნახოთ. ნახოთ, რას წერს სტრასბურგის სასამართლო გირგვლიანის საქმეზე. სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ეროვნული სასამართლოები და საქართველოს პრეზიდენტი შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რათა ამ შემზარავ მკვლელობის საქმეში მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელი შეეშალათ.
სწორედ ეს ფრაზა ყველაზე კარგად განმარტავს და აჩვენებს სისტემური დანაშაულის შემთხვევას. სტრასბურგის ევროპული სასამართლო ამბობს, რომ ერთმა გამომძიებელმა კი არ დაუშვა შეცდომა, ერთმა პროკურორმა კი არ იმუშავა ცუდად, ან ერთმა მოსამართლემ კი არ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. სიმართლე რომ არ დადგინდეს, დამნაშავეები რომ არ დაისაჯონ, სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტი იწყებს მოქმედებას. სტრასბურგის სასამართლომ შეხედა მოვლენების მთელ ჯაჭვს და თქვა: საქმეში ფიგურირებდნენ სამინისტროს თანამშრომლები. სტრასბურგის სასამართლოს აზრით გამოძიების საწყის ეტაპზე არსებობდა ნიშნები, რომ სიმართლის სრულად დადგენა არ იყო ეფექტურად უზრუნველყოფილი. პროკურატურა სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით პროკურატურამ ვერ უზრუნველყო ყველა გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა. დარჩა კითხვები: ყველა პასუხისმგებელი პირი გამოვლინდა, ყველა შესაძლო ვერსია შემოწმდა, ყველა მტკიცებულება სათანადოდ შეფასდა. სასამართლოები სტრასბურგის აზრით ეროვნულმა სასამართლოებმა არ გააქარწყლეს ის ეჭვები, რომლებიც გამოძიების პროცესში არსებობდა. სტრასბურგმა ჩათვალა, რომ ეს არ მოხდა. და ბოლოს, პრეზიდენტის შეწყალება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგანაც მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ პირებს სააკაშვილი ჯერ სასჯელს შეუმსუბუქებს. შემდეგ კი ვადაზე ადრე გაათავისუფლებს. სტრასბურგმა თავის გადაწყვეტილებაში აჩვენა არაერთი იზოლირებული პრობლემა. არამედ ერთმანეთზე მიბმული გადაწყვეტილებების ჯაჭვი, რომელმაც დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის აცილების მიმართულებით იმუშავა. სწორედ ეს არის სისტემური დანაშაული. როცა გამოძიებისა და მართლმსაჯულების პროცესში სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტები ცდილობენ ერთობლივი მოქმედებებით სიმართლე კი არ დაადგინონ, არამედ დანაშაული დაფარონ. მაგრამ ნაციონალების პოლიტიკურ ბიოგრაფიას სწორედ სისტემური დანაშაულებები ადევს მძიმე დაღად. გირგულიანის საქმე მხოლოდ ერთი შემთხვევაა. ახლა უნდათ იგივე სტანდარტი ქართული ოცნების ხელისუფლებაზე გადმოიტანონ. ამისთვის იყენებენ ცალკეულ შემთხვევებს, მაგრამ ცალკეული შემთხვევები ყველა ქვეყანაში ხდება. საფრანგეთშიც, გერმანიაშიც, ბრიტანეთშიც და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებშიც. ყოველწლიურად იძიებენ და ზოგჯერ აპატიმრებენ პოლიციელებს ძალადობის ან უფლებამოსილების გადამეტების გამო. თავად ასეთი ფაქტის არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს სისტემურ დანაშაულს. დემოკრატიის ხარისხი იმით კი არ იზომება, ვინმე დანაშაულს ჩადის თუ არა, არამედ იმით თუ როგორ რეაგირებს ამაზე სახელმწიფო. რამდენად გამჭვირვალეა გამოძიების პროცესი, რამდენად დაცულია პროცესში მონაწილე მხარეების უფლებები, ანუ ხელს აფარებს თუ სჯის. თუ სჯის, მაშინ გამართულად ფუნქციონირებს. თუ ხელს აფარებს, როგორც ეს გირგულიანის შემთხვევაში ვნახეთ, ესე იგი სისტემურ დანაშაულში მონაწილეობს. პარადოქსულია, რომ სისტემურ დანაშაულზე დღეს საუბრობენ ის ადამიანები და პროპაგანდისტები, რომლებიც თავის დროზე სწორედ ამ სისტემური დანაშაულის ბენეფიციარები იყვნენ და მისგან სარგებელს იღებდნენ. მაგალითად, იგივე ნანუკა ჟორჟოლიანი. სააკაშვილის რეჟიმის დროს ის პროპაგანდისტი იყო. ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა ნანუკა ჟორჟოლიანს შემთხვევით დაურეკა. თითქოს არაფერი, მაგრამ ამ ზარის შემდეგ ნამდვილი კოშმარი იწყება. ჟორჟოლიანის ქმარი ირაკლი კოდუა, სოდის მაშინდელი ხელმძღვანელი. სვანეთში, საიდანაც ზარი განხორციელდა სპეცრაზს აგზავნის. მობილურის პატრონს შემთხვევით მყოფ ორ ახალგაზრდა ბიჭთან ერთად აკავებენ. ხალხის წინაშე ასფალტზე აწვენენ, ხელფეხს უკრავენ და სასტიკად აწამებენ. შემდეგ ნარკოტიკებს ჩაუდებენ და დააკავებენ, როგორც კრიმინალებს. მოგვიანებით პატიმრობიდან გაათავისუფლეს. თუმცა ყველას პირობითი სასჯელი დააკისრეს. ჯარიმები გადაახდევინეს, სამსახურები დააკარგვინეს და ცხოვრება აურიეს. ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა ნათხოვარი ტელეფონით დაურეკა ნანუკა ჟორჟოლიანს, უბრალოდ შემთხვევით ჰქონდა მისი ტელეფონი და მოიკითხა. ამის გამო, რომ ნანუკასთან დარეკა, ირაკლი კოდუამ, რომელიც მაშინ იყო სოდის ხელმძღვანელი, გააგზავნა სპეცრაზმის სვანეთში, დააჯდნენ აი ამ ტელეფონს, რომელიც ვიმეორებ ვინც დარეკა იმას კი არა, სხვას, ვისაც ეკუთვნოდა ის ბიჭი დაიჭირეს, მასთან ერთად შემთხვევით ყოფილი ორი ახალგაზრდა ბიჭი კიდევ დაიჭირეს, უამრავი ხალხის წინაშე გააწვინეს ასფალტზე, შეუკრეს ხელფეხი, უსასტიკესაც სცემეს იქვე აწამეს, შემდეგ ჩაუდეს ნარკოტიკები, ხელყუმბარები, დაიჭირეს და ბოლოს როცა გაირკვა, რომ ეს ადამიანები არაფერ შუაში არ იყვნენ და იქიდან ორი საერთოდაც არც კი იყვნენ იქ იმ ადგილას, საიდანაც ეს არის განხორციელდა, ორთვიანი პატიმრობის შემდეგ გაუშვეს, ოღონდ პირობითი ჯარები ყველას მისცეს და ყველას გადაახდევინეს ჯარიმები, როგორც კრიმინალებს, როგორც დამნაშავეებს და საუმუდამოდ სამსახურებიდან გაუშვეს და უბრალოდ მთელი ცხოვრება აურიეს. ამ ყველაფრის თანაშემოქმედი იყო ნანუკა ჟორჟოლიანი.
სისტემური დანაშაული ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ყოველდღიურობა იყო. დღეს კი ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება თითქოს მსგავსი რეალობა ახლაც არსებობს. სისტემურ დანაშაულზე საუბარი მაშინ არის საფუძვლიანი, როდესაც სახელმწიფო დანაშაულს ფარავს, დამნაშავეებს ხელს აფარებს და მართლმსაჯულების განხორციელებას ხელს უშლის. ეს იყო ნაციონალური მოძრაობის modus vivendi, მაგრამ ქართულმა ოცნებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისი modus vivendi არის კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა, დანაშაულის გამოვლენა და დამნაშავეების დასჯა. და არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩადის დანაშაულს. ნაციონალური მოძრაობა და სისტემური დანაშაული ისეთივე სინონიმებია, როგორც სააკაშვილის რეჟიმის ციხედ და ბაჩო ახალაია, თუმცა საქართველოს უახლესი ისტორიის ამ არც თუ ისე სახარბიელო ფურცელს დღეს ნაცმოძრაობის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები გადაწერას უპირებენ, რაც არამხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა, არამედ რეჟიმის მსხვერპლების და მათი ოჯახების დაცემაც. სისხლიანი 9 წლის რევიზიას განსაკუთრებით ცდილობენ ბაჩო ახალაია და მისი ცოლი. ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ სანთლითეძებს მისი ქმრის მიერ დაზარალებულ ადამიანებს თუმცა ვერ მიაგნო. ნათია ბერიძე თემის დეტალებით. ყველა სასამართლო პროცესს რა თქმა უნდა ეხლა არ გაგიგვირდება დავესწარი და მე იქ არ მინახავს ადამიანი, რომელიც იყო დაზარალებული. ან რომელიც იყო საერთოდ არ სასამართლოს რო თავი დავანებოთ, სანთლით ვეძებდი სულ ადამიანებს, რომლებსაც პირადად ბაჩომ რამე დაუშავა და მე ესეთი ადამიანი, აი თამამად ვამბობ, თქვენ თვალწინ ეხა არ შემხვედრია. ეს ბაჩო ახალაიას მეუღლეა, რომელიც არა მხოლოდ ნაცარს გვაყრის თვალებში, არამედ ცდილობს საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერას. თუმცა ეს მხოლოდ მისი მოსაზრება არ არის. ეს როგორც ჩანს არის მათი ოჯახის მთავარი საზრუნავი. შექმნან ის რეალობა, რომელიც თავად აწყობთ და ამის ნათელი მაგალითი თავად ბაჩო ახალაია. სინამდვილეში ასეთი სწრაფი პროგრესი და სწორი მიმართულებით საქართველოს არ ქონია განამდვილებით, ასეული წლების მანძილზე. თუმცა რეალობა სხვაგვარია. საქართველოს მოქალაქეების მეხსიერებიდან ნაცმოძრაობის რეჟიმისა და მისი შემოქმედების სისასტიკის წაშლის მცდელობა არა მხოლოდ ცინიზმია, არამედ წინასწარ განწირულია მარცხისთვის. ის, რასაც ბაჩო ახალაიას ცოლი სანთლითეძებს, ჩვენ გადავწყვიტეთ. მისი ქმრის მიერ ჩადენილი რამდენიმე დანაშაულის საფუძველზე ვაპოვნინოთ. მართალია ბაჩანა და დათა ახალაიების დანაშაულებრივი ანატომია ვრცელია, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანს შევეხებით. 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დამნაშავედ ცნო პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებაში და სხვა ეპიზოდებში. და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. 2019 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებები. გამოძიების მასალებისა და სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების მიხედვით თეთრაძე წამებისა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ერთი სახელი და გვარი არის საკმარისი, რომ საერთოდ ისე მათი გვარი არ იყოს ნახსენები, ეგ არის თეთრაძე. ეს არის თეთრაძე. თეთრაძის საქმე საკმარისია, ერთად საქმე წამებით სული ამოხადეს სამხედროს პოლკოვნიკს, ქართველ კაცს თავდადებულს თავისი სამშობლოსთვის. წამებით სული ამოხადეს და მეგის კარდავაც თუ ძალიან აინტერესებს ანის სად იყო, აი მეგის კარდავას დაელაპარაკოს და ანი კილერას გაქცეული რო არის დღეს და ან თავი ბაჩოს ძმას კითხოს და ისიც მოუყვება რა. სანთელი არ დაჭირდებათ რა. ისედაც ეცოდი ერთი საქმე თეთრაძე დავამთავრეთ ლაპარაკი. მისი სახელი დღემდე ახსენებს საზოგადოებას, რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ამთენი ისას მიაგნო 12 საათისთვის, მიაგნო ჩემ ქმარს საქალაქო იზოლატორში. მან უთხრა ჩვენ ადვოკატს, რომ მას ჩამოაცვეს პოლიეტილენის სპარკი და ურტყავდნენ, გუდავდნენ, არ აძლევდნენ სუნთქვის საშუალებას და სთხოვა მას ძალიან ჩუმად, რომ ვინმე მენახა შუამავალი ან საერთო ნაცნობი და მიმეგზავნა ბაჩანა ახალაიასთან. 19 სექტემბერს შედგა წინასწარი სხდომა. ბოლოჯერ ვნახე მე ჩემი მეუღლე. იმას უკვე უჭირდა სიარული, ის იყო ნაცემი და ცხვირი ქონდა მოტეხილი. ის რომ ბაჩანა ახალაია უშუალოდ
ხელმძღვანელობდა მაგ ოპერაციას, ჩემთვის კიდე გახდა ცნობილი თვით პროცესზე. როცა არაერთი მაღალჩინოსანი სამხედრო პირი ასახელებდა ბაჩანა ახალაიას, ეს იკვეთებოდა ზაზა მჭედლიძეს, ლევან ზაქრაძეს, მამუკა იოსავას და დანარჩენი სამხედრო პირების ჩვენებებში. სერგო თეთრაძე სამწუხაროდ ერთადერთი არ ყოფილა, ვინც ბაჩუ ახალაიასა და ნაცმოძრაობის რეჟიმის დაუნდობლობას ემსხვერპლა. 2013 წელს სასამართლომ ახალაია დამნაშავეც ცნო ეგრეთ წოდებული ციხის ბუნტის საქმეზე და სასჯელის სახით 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2006 წლის მარტი თბილისის მეხუთე საპყრობილე ღამე, რომელიც საქართველოს სასჯელახსრულების სისტემის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ღამედ იქცა. ოფიციალური მონაცემებით იმ ღამეს 7 ადამიანი დაიღუპა. ღამე ავტომატის ჯერმა გამაღვიძა, რამდენიმე ავტომატის შეუჩერებლივ ისროდა. ვიფიქრე, ან მასობრივი გაქცევა, ან გარედან თავდასხმა, კოლონიაზე მეთქი. როგორც აღმოჩნდა, სასჯელახსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, ბატონი ბაჩანა ახალაია, 25 ნიღბიანი ავტომატით შეიარაღებულ სპეცრაზმელის თანხლებით შემოვიდნენ კოლონიის საცხოვრებელ ზონაში. ეგრეთ წოდებული მაყურებლების წასაყვანად 2 საათზე მეტი ხანი გაუთავებელი სროლა იყო. რამდენიმე საცხოვრებელი ოთახი დარბეული, ასობით პატიმარი ნაცემი. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 2 კვირით ადრე ამ ფაქტამდე სასჯელახსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყოველგვარი წინააღმდეგობის და პრობლემების გარეშე წაიყვანეს აქედან. ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურთები. ამიტომ ვთვლი, რომ ღამის სადამსჯელო აქცია პატიმრების დასაშინებლად და მორალურად გათელვისთვის იყო დაგეგმილი. წამება და რა ადამიანური მოპყრობა, ცემა, ფსიქოლოგიური ტერორი, ადამიანების გატეხვის მცდელობა. ეს ბაჩუ ახალაიას მიერ მართული სასჯელახსრულების სისტემის ყოველდღიურობა იყო. 2012 წლის 24 აგვისტოს ეგრეთ წოდებული კარანტინის დაშლისას პატიმრების ცემა და შეურაცხყოფა წინასწარ დაგეგმილი და ვინმესთან შეთანხმებული არ ყოფილა. აღნიშნული ფორმით კარანტინის დაშლა რეალურად სასჯელახსრულების დეპარტამენტში დაინერგა. მას მერე რაც დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ბაჩანა ახალაია. არათუ პატიმრები, სააკაშვილიც კი ადასტურებდა, რომ ახალაია ციხეს შიშითა და ძალადობით მართავდა. დავნიშნეთ 26 წლის ბაჩუ ახალაია, რომელიც შევიდა და დაიწყო წესრიგის დამყარება. მაგრამ წესრიგი რა მეთოდებით დამყარდა? იმავე მეთოდებით, რასაც ისინი აკეთებდნენ. ცემით, ოღონდ განსხვავება ის იყო, რომ საზოგადოებას ეს აღარ ეხებოდა. 2014 წელს სასამართლომ ბაჩუ ახალაია ეგრეთ წოდებული ნავთულხის სპეცოპერაციის ეპიზოდზე, პატიმრების წამების საქმეზე დამნაშავეც ცნო და 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხებოდა 2006 წელს რამდენიმე პატიმრის მიმართ განხორციელებულ წამებას. გამოძიების თანახმად მათგან ცდილობდნენ ეგრეთ წოდებული გაქცევის გეგმის აღიარების მიღებას. დაზარალებულები აცხადებდნენ, რომ სცემდნენ, ემუქრებოდნენ, აიძულებდნენ სასურველი ჩვენებების მიცემას. ასაცია რომ დაიღალა მერე სხვები შემოვიდნენ და იმათმა გააგრძელეს ცემა, დამასვენეს აბაზანაში, მოგვიანებით კიდევ მცემეს და შემიყვანეს საგანში. კარანტინის დაშლის პროცესი მომიწია, ოთახიდან გაყავდათ 3 პატიმარი და უმოწყალოდ ცემდნენ. როცა გამიყვანეს მირთყამდნენ ხელკეთებს, არ შეიძლებოდა წაქცევა, რადგან მერე უფრო სასტიკად გვცემდნენ. კარანტინის დაშლა ცემით ხდებოდა გვცემეს ჩვენც, შემდეგ 259 საგანში შეგვასახლეს, შემოვიდნენ ციხის თანამშრომლები და ხელკეთებით გვცემეს უმოწყალოდ. ამ ძიმე ისტორიების შემოქმედი და მისი ოჯახი დღემდე ცდილობს, რომ ნაცმოძრაობის რეჟიმის შექმნისა და კონკრეტული ადამიანებისა თუ ოჯახების განადგურებაში ახალაიას ბრალეულობა გააუბრალონ, მსხვერპლებსა და მათ ოჯახებს დასცინიან. ნაცმოძრაობის რეჟიმის დაზარალებული ადამიანების ყველა ისტორიას ვერცერთი წიგნი და ვერცერთი გადაცემა დაიდევს. თუმცა ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ მათი ნაწილის გაერთიანება და წიგნის სახით ადამიანებისთვის მიწოდება გადაწყვიტა. ჯაბას წიგნი მოიცავს უამრავ ფაქტსა და მტკიცებულებას, თუ რას წარმოადგენდა ნაცმოძრაობის ხელისუფლება. ანი ნადარეიშვილს არ ვიცი, როგორი სანთლით ეძებს, შეიძლება ანთებული ჩამქრალი სანთლით ეძებს იმ ადამიანებს, თორე სინდისის თვალი რომ გაახილოს, ნამდვილად არც სანთელი არ დაჭირდებოდა, შეუიარაღებელი თვალითაც დაინახავდა მთელ არმიას ადამიანების, რომელიც ბაჩუ ახალაიას ორგანიზებით ან მისი უშუალო მონაწილეობით აწამეს, გააუბედურეს, ცხოვრება დაუნგრიეს და ასე შემდეგ. საუბედუროდ ძალიან ბევრი ადამიანი ასეთი
ამ ქვეყანაში და მათ შორის კიდევ უფრო საუბედუროდ ბევრი ცოცხლებშიც აღარ წერია უკვე. ბაჩო ახალაია და დათა ახალაია, როდესაც მას აწამებდნენ, როლები ჰქონდათ განაწილებული. ერთი ძმა კეთილი ადამიანის როლს თამაშობდა, მეორე ძმა ბოროტი ადამიანის როლს და დათა ახალაია ეუბნებოდა დავით ლონდარიძეს, რომ ხომ იციო, რომ ეს ჩემი ძმა მკვლელი არისო და რატომ აკვლევინებ თავს აღიარე რუსეთის ჯაშუშობაო. ხა ჯერ წარმოიდგინეთ ძმა-ძმაზე რო იტყვის, რომ მკვლელი არისო. ამას ეუბნებოდნენ ამ პატიმარს და შემდეგ ბაჩო ახალაიამ, როდესაც საშინელი წამების მიუხედავად ლონდარიძემ არ აღიარა ეს შეთითხნილი ბრალი, ბაჩო ახალაიამ თავისი პისტოლეტი გლოკი არ ვიცი ხა რამდენად კორექტული სიტყვა უნდა ვიხმარო აქა, ჩათხარა პირში პირდაპირ დავით ლონდარიძეს და ეს კაცი გამწარებული ამდენი წამებით, ამდენი დამცირებით, შეურაცხყოფით ხელებში ეცა ბაჩო ახალაიას, რომ ჩახმახისთვის გამოეკრა ხელი და მინდოდაო, რომ წერტილი დამესვაო ჩემი წამებისთვისო, როგორც თვითმოყვება, მაგრამ საბედნიეროდ არ აღმოჩნდა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ბაჩო ახალაიას ეს იარაღი, რომლის ლულაც პირში ჰქონდა ჩათხრილი ლონდარიძეს. კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ფილმ ჰეროკრატიაში რეალური ამბები გააცოცხლა და საზოგადოებას აჩვენა, ვინ იყო ამ ქვეყნის ხელისუფალი. გადაღებები რო ჰქონდა 9 კაცი მოვიდა ციხიდან. პატიმრები ყოფილი და მითხეს რომ მზათა ვარ ნებისმიერ რამეს გავაკეთებ, თქო სიმართლე გადაიღეთო რა და იქ სცენარო არის 25 კაცი ვენებს რო იჭრის, ხო? იქიდან 9 ნამდვილი პატიმარია, ვინც იქიჯდა. და იმ ადამიანებისგან მაქვს მოსმენილი და ამაზე არის აგებული და მე შემიძლია დღესვე უთხრა შევთავაზო ნებისმიერს, რომ აი ამ ფილმის ყველა ეპიზოდი რა გარდა იმისა, რაც მოვიგონეთ ახლა კინოს რაც ჭირდება, კონკრეტული ეპიზოდები რო არის, სახარებაზე ხელს დავდებ და ნებისმიერ სასამართლოში მზათა ვარ ვეპაეკ, რომ მაგათ ჩადენილი აქვს თუ არა ის დანაშაულები. ისე ვიმეორებ, მარტო თეთრაძის საქმე მთელ საგვარეულოს ახალაების ეყოფა. მარტო თეთრაძის საქმე, რაც ამ გმირკაც ორი ომის გმირს დამართეს და რაც იკადრეს საერთოდ. გენოციდი მოუწეს ქართულ ხალხს და ქართულ პატიმრებს. გენოციდი. იმდენი ადამიანი გამოყავდათ იქიდან, რა ქვია, გარდაცვლილი მაგათ პირობებში, ხო, რეები აქვს ჩადენილი, ხო? შეურაცხყოფას აყენებდნენ ხალხს და მე, რა ვიცი, კიდე თუ საჭირო იქნება თეთრი წიგნია დასაწერი იმას, რაც მათ ჩადენილი აქვს და ჯაბა ხუბუამ დაწერა და ყველაფერს რა თქმა უნდა ვერც ერთი წიგნი ვერ დაიტევს იმ უბედურებას, რაც აქვს, როგორ ხმას როგორ იღებენ საერთოდ. ჩვენ შევეცადეთ ანინა დარაიშვილისგან უშუალოდ გაგვეკო, სად და რა სანთლით ეძებს რომ ვერ იპოვნა მისი ქმრის მსხვერპლები იმ ქვეყანაში, სადაც რეჟიმის სისასტიკე თითქმის ყველა ოჯახს მისწვდა. სანთლით ვეძებ ბაჩოს მიერ დაზარალებულ ადამიანებსო. და რომ გითხრათ, აი მაგალითად სანდრო გირგულიანი შემიძლია გაგახსენოთ, სტრასბურგის საქმე შემიძლია გაგახსენოთ 2006 წლის. ბაჩო ახალაიასთან არის დარწმუნებული ხარ გირგულიანი? გირგულიანი ბაჩო ახალაიასთან არ არის. სანდრო გირგულიანი, ციხის ბუნტის საქმეზე რა აზრის? და ბაჩო ახალაია ციხის ბუნტის საქმეზე. თუმცა, როგორც ჩანს, ანინა დარაიშვილსაც, ისევე როგორც მის ქმარს, მხოლოდ სოციალურ ქსელში და ძალაუფლების დროს აქვთ დიდი გული. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ადამიანები ასე არ გარბიან. რატო გარბიხართ, ქალბატონოანი? ასეთი იყო დღევანდელი კვირის პოსტი, მადლობა რომ გვიყურეთ.